გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია, თქვენ უყურებთ Wellness Podcast. დღეს ჩემი სტუმარია სალომე გოგლიძე, ნუტრიციოლოგი, რომელთანაც ვისაუბრებთ, როგორ უნდა დავიკლოთ წონაში ჯანსაღად. ასევე მინდა გთხოვოთ, გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, Wellness Podcast-ი და არ დაგავიწყდეთ, დააჭიროთ ზარის ღილაკს, რათა მომდევნო ეპიზოდიც არ გამოგრჩეთ. გამარჯობა სალომე. გამარჯობა თაკო, მე ვესალმები შენს მსმენელს. დიდი მადლობა და ძალიან მიხარია, რომ ხარ დღეს ჩემი სტუმარი. და ძალიან საინტერესო თემას მივადექით. რატომ იწყება ყოველი ორშაბათიდან დიეტა და რასთან არის ეს დაკავშირებული, ანუ ნებისყოფასთან თუ ჩვენს კვებით უნარჩვევებთან? პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ თვითონ წონის კლების პროცესი არის ძალიან ციკლური რამ. არის პერიოდები, როდესაც ცოტა ნაკლებად მივყვებით იმ გეგმას, რომელიც დავსახეთ და არის პერიოდები, რომ მეტად. აქედან გამომდინარე შეიძლება რომ პერიოდულად რაღაც ორშაბათიდან რაღაცების გაუმჯობესებაზე ვიფიქროთ, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ვსაუბრობთ წონის კლების პროცესზე, ჩვევები არის წამყვანი. ანუ ჩვევები, რომელიც უყალიბდება ადამიანს, რაღაც პატარ-პატარა, რომელზეც მერე უკვე აღარ ამახვილებს იმდენად ყურადღებას და უბრალოდ აუმჯობესებს ხოლმე რაღაც გარკვეულ დეტალებს და აი აქ ვიტყოდი, რომ როდესაც ვსაუბრობთ ჩვევების ჩამოყალიბებაზე და როდესაც გვინდა რომ რაღაცები გავაუმჯობესოთ პაციენტთან, სწორად უნდა შევაფასოთ, რა ტიპის ჩვევებიდან უნდა დავიწყოთ. ანუ ჩვევა, რომელიც ყალიბდება, თუ არ იქნება კომფორტული, ანუ ესე კი ვიცით სიტყვაზე, რომ გარკვეული ჩვევები კარგია ჩვენი ყოველდღიურობისთვის, მაგრამ სწორად უნდა შეფასდეს ადამიანის შემთხვევაში და თვითონ ადამიანმაც უნდა მიაქციოს ყურადღება, რა ჩვევა იქნება მისთვის კომფორტული. ანუ ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა ვიცით რომ კარგია, მაგრამ ის უნდა იყოს ადამიანისთვის კომფორტული. აქედან გამომდინარე, ყოველი ადამიანი, რომელიც მოდის კონსულტაციაზე, მისი შეფასება, ანუ კითხვები, რომელსაც მოიცავს ეს 1 საათიანი კონსულტაცია, რასაც გავდივართ ხოლმე, ზუსტად ამას აფასებს, რისთვის არის მზად ადამიანი, იმიტომ რომ აი ერთ კონსულტაციაზე შეიძლება შემოვიდეს ადამიანი, ვისაც აი ძალიან ბევრი ჩვევა უკვე ჩამოყალიბებული აქვს ოჯახიდან გამომდინარე, ყოველდღიურობიდან გამომდინარე, იმ ცოდნიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს. სიტყვაზე აქცევს ყურადღებას კვების რეგულარულობას, შუადღეს ცილის რაციონში არსებობას, მაგრამ რაღაც პატარა დეტალებია, რომელსაც ვაუმჯობესებთ და ჩვევების სახით ვამატებთ მის ყოველდღიურობაში, მაგალითად აი დილით ცილზე აქცენტი, ხილის დაბოსტნეულის მრავალფეროვნება, მაგრამ აი მეორე პაციენტი, რომელიც შემოეშალება, მისთვის აი ჩვევა იყოს პირველი ჩვევა საიდანაც დავიწყოთ, იყოს უბრალოდ რეგულარული კვება, იმიტომ რომ დღეში ერთჯერ ჭამს და ეს მის ჯანმრთელობაზე უდიდეს გავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე, ხო, უნდა დავიწყოთ იქიდან, რომელიც ვიცით რომ კარგია, უნივერსალურად კარგია, მაგრამ ადამიანისთვის კონკრეტულად არის ეფექტური და სხვათა შორის ეს ორშაბათიდან დიეტის დაწყების ფენომენი, რომელიც არსებობს, ანუ ორი მიმართულებაა, რომელიც ერთად გვხდება რა სოციმედიაში. პირველი არის, რომ აი ორშაბათიდან ვიწყებთ და ეხლა დაიწყო, რომ აი ორშაბათიდან დიეტის დაწყება არასწორია და დღესვე უნდა დავიწყოთ რეალურად ჩვევების გამომშავება. ორივეში არის რაღაც პატარა სტიგმის ელემენტები, რომელიც ცოტა საყურადღებო არის ჩემთვის რა, როდესაც პაციენტებთან ურთიერთობა გვაქვს და მე ვიტყოდი, რომ ვიპოვოთ იპოვოს ადამიანმა ის, რაც მისთვის კომფორტულია, მარტივია. კი. ოქროს შუალედი მისთვის მარტივია, ზოგი ადამიანისთვის უფრო ხანგრძლივი პერიოდი იქნება საჭირო, გამომდინარე მის აი საიდან ვიწყებთ, იქიდან გამომდინარე. ხანგრძლივი პერიოდი იქნება საჭირო, რომ ის ყველა ჩვევა ჩავრთოთ, რომელიც მისთვის ბაზისურია და საჭიროა, რომ ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს და დავიწყოთ ნელ-ნელა. და ეს ის შემთხვევაში ახსენე თუ ჯანმრთელობა უნდა გაუმჯობესდეს. და ხო შეიძლება რომ ადამიანს ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში აქვს, მაგრამ აქვს ჭარბი წონა. ესეთი შემთხვევებიც ალბათ არსებობს. კი, უბრალოდ ეს ცოტა უფრო ისეთი ნელი ბომბი არის, რომელიც სადღაცას მაინც აუცილებლად გამოჩნდება. მოდი გითხარი, რა არის ეს ჯანსაღი უნარჩვევები? აი რომ ჩამოვთვალოთ. მაშინ დავიწყებ იქიდან საქართველოს რა გვაქვს რისი პრობლემა გვაქვს უშუალოდ კვებასთან დაკავშირებით არის არაჩვეულებრივი ასოციაცია Nutrition Report-ი ქვია, რომელიც ყოველწლიურად რეპორტებს აქვეყნებს სხვადასხვა ქვეყნებზე რა მდგომარეობა კვების თვალსაზრისით და რა არის გასაუმჯობესებელი. ყველას შეუძლია რომ ნახოს საქართველოს პროფილი, როგორც აი WHO-ს აქვს, ისე აქვს Nutrition Reports და იქ კარგად ჩანს საზოგადოებრივ დონეზე სად გვაქვს პრობლემა. ანუ არსებობს რამდენიმე საკვები ჯგუფი ვიცით, მაგალითად ეს არის ხილი, ბოსტნეული, თხილეული, თესლეული, მთელმარცვლოვნები, პარკოსნები, რძის პროდუქტი, ხორცი და თევზეული. ამ საკვები ჯგუფებიდან რეალურად არც ერთში
არ გვაქვს, ანუ არ ვიკვებებთ ისე, რომ რომელიმე მათგანში ვიღებდეთ იმდეს, რამდენიც გვჭირდება საზოგადოებრივ დონეზე. ანუ ხილს, ბოსტნეულს, თხილეულს, თესლეულს, ბურღულავს, მთელმორწლოვნებს და პარკოსნებს არ ვიღებთ ადეკვატური რაოდენობით ქვეყნის დონეზე და პირიქით რძის პროდუქტს, ხორცეულს ვიღებთ იმაზე მეტად, ვით რა უნდა ვიღებდეთ ანალოგიურად თევზის პროდუქტებს. ანუ გადაჭარბება ხდება. კი, ამ ნაწილში გადაჭარბება ხდება. აქედან გამომდინარე ვიტყოდი, რომ აქცენტი აქ უშუალოდ საკვების ნაწილში რა ხილის და ბოსტნეულის მრავალფეროვნებაზე და ერთი ძალიან მარტივი წესი არის ხოლმე, რომელიც ძალიან მოწონთ პაციენტებსაც, ხუთი ფერის პრინციპი, ანუ ხილში და ბოსტნეულში გვაქვს წითელი ფერის ხილი და ბოსტნეული, სტაფილოსფერი და ყვითელი, ასამნისფერი და ლურჯი მწვანე და თეთრი და ყავისფერი. და ეს ხუთივე ფერი დღის მანძილზე თუ შევაგროვეთ, იქნება არაჩვეულებრივი და ყველა კვებასთან ხილის და ბოსტნეულის დამატება. ასევე რაც შეეხება მარტივი ჩანაცვლება, რაც შეიძლება რომ განვახორციელოთ, ხო, ყოველდღიურ პრაქტიკაში რეგულარული კვების ფონზე დილით, შუადღეს და საღამოს მაგალითად თეთრი პური, როცა ხული პურით ჩავანაცვლოთ, ანუ მთელმორწლოვანი ალტერნატივით ჩავანაცვლოთ, მაკარონიც ავარჩიოთ მთელმორწლოვანი და თითოეული ბურღულეული, რომელსაც ჩავრთავთ, იყოს მთელმორწლოვანი და დავამატოთ ასევე პარკოსნები გარკვეული დოზით. თვითონ ჩვევებს რაც შეეხება კვების ჩვევებს, ხომ, აქ რასაც აი ყოველდღიურობაში პაციენტებთან ვაწყდები ხოლმე, რაზეც ვამახვილებთ ყოველთვის ყურადღებას, კვების რეგულარულობა, პერიოდული კვება, ანუ დილით, შუადღეს, საღამოს პლუს 1-2 ხემსი გააჩნია კალორიებს და დღის რეჟიმს როგორია პაციენტისთვის და ეს რეგულარულობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აი სანამ თვითონ კვების სისწრაფეზე დავიწყებთ საუბარს, იქამდე ვსაუბრობთ ზუსტად ამაზე, იმიტომ რომ ადამიანი თუ დღეში ერთხელ ჭამს, ძართული იქნება მისთვის, რომ გამოხლოს ყურადღება არჩევანზე საკვების და მეორე კვების სისწრაფეზე, ანუ რამდენად სწრაფად ჭამს და რას უყურებს თუ არ უყურებს თვითონ პროცესში. ანუ ამის მიზეზი ის არის, რომ არის ძალიან მოშიებული, ხო? რახან ერთხელ ჭამს. კი, და ერთი შეიძლება რომ ეს იყოს და მეორე აი ყოველდღიურად პრაქტიკაში რასაც ვაკვირდები, ერთი რომ შეიძლება კვება რეგულარული იყოს, მაგრამ თითოეულ კვებაზე ძალიან მნიშვნელოვანია როგორ არის დაბალანსებული თებში. ძირითადად ხეთ სილა ვიცით უკვე იმდენი ინფორმაცია ტრიალებს სოციმედიაში, რომ ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჭამთვალობისთვის და ვიცით, რომ რაციონში უნდა იყოს და ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას, მაგრამ არც თუ ისე იშვიათად ვხედავ, რომ აი მარტო შუადღეს არის ცილზე აქცენტი. საღამოს იმიტომ რომ აი ბევრი არ ჭამან, შეიძლება რომ მარტო სალათის ფურცლები რაღაც ბოსტნეულზე და ხილზე გამახვილონ ყურადღება და დილითაც არ მახვილდება ყურადღება ცილაზე. რა აი დილით მაგალითად შეიძლება რომ ძალიან ხშირია შვრიის ფაფა, როდესაც ესე ორშაბათიდან დიეტას იწყებენ, დიეტას ცდილობენ შვრიის ფაფა, რომელიც წყალზეა მომზადებული. წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა რეალურად ვიცით, რომ არ შეიცავს ადეკვატური რაოდენობით ცილას და ამის მერე შეიძლება რომ მალე მოშვიდეს ადამიანს და აი ძალიან ხშირად აბსოლუტურ უმრავლესობაში, როდესაც ასეთი საუზმეა, ყოველთვის პაციენტები მეუბნებიან, რომ აი საუზმეს რო ვამატებ, მერე მშივდება და მირჩევნია რომ არ ვჭამო და რეალურად მიზეზი არის ხოლმე რომ ცილა არ არის დაბალანსებული და ხილი ან ბოსტნეული არ არის დამატებული. ანუ მარტივად აი ფაფის შემთხვევაში, თუნდაც მცენარეული სოიას რძე რო დავამატოთ, ან დაბალცხიმიანი რძე და პლუს ცოტა ცილით მდიდარი პროდუქტი, როგორც ან ბერძნული იოგურტი, ან ხაჭო, ან თხილეული, მიწის თხილი არაჩვეულებრივია, ცილით მდიდარი პროდუქტია ხილთან ერთად. უფრო მეტ საკვებ ჯგუფს შემოვიტანთ ერთი, მეორე ცილას გავსრდით საუზმეზე, რაც მერე უფრო კარგად დაანაყრებს ადამიანს და გაყვება ეს დაანაყრება დაახლოებით 4 საათი, სადაც უკვე დაემთხვა მეორე კვება. იმიტომ რომ რეალურად ცილა არის ის პროდუქტი, რომელიც ჩვენ გვანაყრებს. კი, ყველაზე მეტად გამოყოფს ჩვენს ნაწლავში დამანაყრებელ პეპტიდებს და ჰორმონებს, ცილაც და უჯრედისიც, ანუ აი დილით მაგალითად მიწის თხილის და ხილის დამატების პრინციპის ეს არის თვალსაჩუხარია და მეორე უჯრედის თვითონ თავისი ფუნქცია აქვს გასტროინტესტინულ სისტემაზე, სისავსის შეგრძნებას იწვევს. ბოჭკო იგივე. კი. და ხო, ცილა უფრო მეტად ახდენს, რა თქმა უნდა, გავლენას ამ პეპტიდების და ჰორმონების გამოყოფაზე ნაწლავში, მაგრამ უჯრედისი ძალიან ეხმარება ამ პროცესს. ანუ შესაბამისად უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. და შენ ახსენე მთელმარცვლოვანი და მოდი მაყურებლისთვის მაინც ანუ ავხსნათ რა არის მთელმარცვლოვანი, იმიტომ რომ შეიძლება ვთქვათ ვიღაცამ არ იცის, რომ რა განსხვავებაა ფქვილებს შორის. მაკარონი და პური ახსენე. მარცვლეულს რაც შეეხება, მარცვლეულში ხორბალი და, ნუ ჩვენთან პრინციპში ხორბალი და ბრინჯი არის ესეთი პროდუქტი, რომელიც ყველაზე ისეთი დამუშავებული ფორმით გვხვდება. სიმინდსაც ვამუშავებთ, მაგრამ ისე არა, როგორც ეს ევროპაში ხდება მაგალითად, იქ ძალიან ისეთი
დამუშავებული სიმინდის ფქვილი გვხვდება, რომლითაც ქართული პროდუქტების კერძების მომზადება შეუძლებელია. რაც შეეხება ხორბალს, ძალიან კარგი კითხვა. ხორბალს როდესაც ამუშავებენ და მისგან ფქვილს იღებენ, რამდენიმე დონეზე ამუშავებენ. ალბათ მარკეტებში გვინახავს და შეგხვედრია უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი. პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი ეტიკეტზე გვხვდება ხოლმე ესე მარკეტებში ფქვილის სახით არ გვხვდება. გვხვდება მეორე ხარისხის ხორბლის ფქვილი, ცეხული ფქვილი. უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი ნიშნავს იმას, რომ ხორბალი მაქსიმალურ დონეზე არის დამუშავებული, ანუ მას გარსი შიგნით პატარა კომპონენტი აქვს, ის გაცლილი აქვს, სამისად ასეთი ფქვილი არის ძალიან ღარიბი ნუტრიენტებით, ანუ უჯრედის იმაში არ არის, იმიტომ რომ ყოველთვის მცენარეული პროდუქტის გარსში არის ხოლმე კონცენტრირებული უჯრედისი და ასეთი პროდუქტი სამისად ღარიბი არის, როგორც უჯრედისით, ისე ცილით, ისე ვიტამინებით და მინერალებით. ჩვენთან მაგალითად ამ ვიტამინებს და მინერალებს ზემოდან უმატებენ უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილს, იმიტომ რომ სხვანაირად ვნახავდით ძალიან ბევრი ნუტრიენტის დეფიციტს და ეს გამოიწვევდა დაავადებებს. ამის პარალელურად, მაგალითად, მეორე ხარისხის ხორბლის ფქვილი შეიცავს გარსს. ცეხული ფქვილი მთლიან სტრუქტურას შეიცავს. შესაბამისად, აი მეორე ხარისხი და ცეხული ფქვილი უფრო კარგი არჩევანია. აქვე დავამატებ იმას და ვიტყვი, რომ მარტო აი შეფუთვით პურის შეფასება გარედან და ფერით, ანუ ვიცით რომ რადგან გარს შეიცავს ხორბალი, ის ცოტა უფრო მუქი უნდა იყოს ვიდრე უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისგან მომზადებული თეთრი პური, მაგრამ აი გარედან ძალიან ბევრი რაღაც აწერია ხოლმე პურს, რომ აი დიეტურია, დიაბეტურია და ამ შემდეგ, მაგრამ როდესაც ვუღრმავდებით ინგრედიენტებს, რომელიც არის უკანა მხარეს ძალიან პატარაზე აწერია ხოლმე ძირითადად, იქ ხედავთ, რომ უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისგან არის გამომწვარი, ან პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილისგან ეს თითქმის ერთმანეთის მსგავსია და დამატებული აქვს მაგალითად ცოტა მოხალული ჭუავი, რაც ფერს უცვლის. ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ ეს არის კარგი ხარისხის პური ფერის გამო და ამ დროს ძირითადად მისი წილი იყოს უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი, რომელსაც არ აქვს ის ეფექტი, რაც აქვს ცეხულ პურს. მარკეტინგული ხრიკი. ეგრე გამოდის. ან შეიძლება გარედან ეწეროს კიდეც, რომ პური ჭუავისაა და მარტო იმიტომ ეწეროს, რომ 10% აქვს ამას მარკეტინგული ხრიკი გამოდის უკვე, ხო? ანუ ეს რეალურად უნდა ჩვენ ამოვატრიალოთ ეტიკეტი და ინგრედიენტებში არ უნდა იყოს უმაღლესი ხარისხისთან პირველი ხარისხის ხორბლი, უნდა იყოს ცეხვილი. კი, ცეხვილი ან მეორე ხარისხის ხორბლის ფქვილი. ან აი მაგალითად 60% მაინც თუ აქვს პურს, უკვე კარგია, ანუ შეიძლება რომ შერეული იყოს. ცოტა რთული არის, მარტივი არის მარკეტებში, ანუ მარტივად არის შემოწმებადია რა ეს დეტალი, მაგრამ აი საცხობებში სადაც უკვე გამზადებული გამომწვარი პური ყიდება, იქ ცოტა მეტი ჩაკითხვა გვჭირდება, რომ გავიგოთ ზუსტად იმ პურს ყიდულობთ, რომელიც გვჭირდება თუ არა, იმიტომ რომ მანდაც იგივე პრობლემას შეიძლება რომ წავაწყდეთ და კი, ინგრედიენტები ყოველთვის ფოტოებით გვაქვს ხოლმე კონსულტაციაზე, რომ ვანახოთ და შევადარებინოთ, ყოველთვის ინგრედიენტები ღირს რა წავიკითხოთ. რაც შეეხება მაკარონს, მაკარონის შემთხვევაში მთელმარცვლოვანი მაკარონი ფერით შეგვიძლია უკვე რა ამ შემთხვევაში რომ გავარჩიოთ. იყიდება ჩვენთან არის დიდ მარკეტებში ყველგან არის ცოტა უფრო მუქი ფერი აქვს. გარედანაც აწერია რუსულად ძირითადად ან ჩვენთან. ინგლისურად whole grain whole wheat, რომელიც შევარჩიოთ, კი. და ცოტა უფრო მუქია, ცოტა უფრო ისე კარგად იღეჭება რა ეს პროდუქტი. ხო, ანუ არ არის გამოცლილი და სავარაუდოდ როგორც ვიცი მე და თუ სწორად ვამბობ მითხარი, გამოცლილ ესე იგი გადამუშავებულ ფქვილს აქვს უფრო მეტი გლუტენი. სხვანაირად აქტიურდება, ვიდრე ვთქვათ ცეხვილის შემთხვევაში. ესეა? ერთნაირად აქვს გლუტენი. კი, ერთნაირად აქვს გლუტენი და გლუტენის საყურადღებოა, როდესაც ვსაუბრობთ დაავადება ცელიაკიაზე. და ცელიაკია არის გლუტენის აუტანლობა, მან თვალი თუ ხილავი რაოდენობაც კი ნაწლავზე გავლენას ახდენს, აქ არც ერთი პროდუქტი არ არის მიღებული, იქნება ეს თეთრი თუ მთელმარცვლოვანი. რა თქმა უნდა, ახლა ხორბლების მიხედვითაც არის განსხვავება გლუტენში, ანუ ზოგში მეტად არის, ზოგში ნაკლებადაა და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც ცელიაკიაზე ვსაუბრობთ, იქ არც ერთი პროდუქტი, რომელიც კვალსაც კი შეიცავს გლუტენისას, არ შეიძლება ადამიანმა რომ მიიღოს. კი. ასევე მე მგონი ბოლომდე არ არის კვლევა დასრულებული ამ გლუტენის აუტანლობაზე, იმიტომ რომ შეიძლება იყოს gluten sensitivity კონდეს, ანუ გრძნობელობა კონდეს გლუტენზე და ეს კვლევები რაღაც ცოტა ხანია რაც დაიწყო, როგორც ვიცი და შესაბამისად მგონი უნდა დააკვირდეს შენ თვითონ ორგანიზმმა რა ერთი კითხვა მაქვს, მაგრამ აი გლუტენი ვთქვათ ეხა დაცეხულ ფქვილთან
და ანუ თელმარცვლოვან ფქვილთან და მჟავე ცომზე დამზადებულ პურთან. მე მგონი ნაკლებად არის ეგეთი აქტიური, ალბათ გადასამუშავებლად კუჭნაწლავისთვის უფრო მარტივია, ვიდრე თეთრი ფქვილი გადამუშავებულით და კიდე ზემოდან საფუარი რო აქვს, ხო, ამ ორ შორის. შესაძლებელია ძალიან საინტერესო დეტალზე გამახვილა ყურადღება აი განსაკუთრებით დამჟავებულ პროდუქტზე, გლუტენის შემცველ დამჟავებულ პროდუქტზე. ზოგადად, ხორბალში გვაქვს რამდენიმე კომპონენტი, რაზეც შეიძლება რომ ადამიანს ქონდეს სენსიტიურობა. გლუტენი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მაგრამ ამას გარდა კიდე არის ცილები, რომელზეც ადამიანს შეიძლება ქონდეს რეაქცია და ასევე ფრუქტანი, ეს არის ნახშირწყლები, რომელიც გვხვდება ხორბლის შემცველ პროდუქტში. დამჟავება რეალურად მოქმედებს ამ ფრუქტანზე, ნახშირწყლებზე. ანუ ნახშირწყლებს ამცირებს მასში. სამისად თუ ადამიანს ახლა მაგალითად არსებობს ასეთი კონდიცია, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, სადაც შეიძლება რომ ადამიანებს ქონდეთ გარკვეული ტიპის ფერმენტირებად ნახშირწყლებზე რეაქცია და ეს იწვევდეს სიმპტომებს. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სხვა შორის არის ეს ფრუქტანები, რომელიც გვხვდება ხორბალში და აქაც ვიყენებთ რეალურად ფრაზას უგლუტენო პროდუქტი შეარჩიება და ვნახოთ რა რეაქცია ექნება შენს ორგანიზმს ამაზე. თუ ადამიანს ეფექტი აქვს დამჟავებულ, ანუ ნაკლები სიმპტომები აქვს დამჟავებულ პროდუქტზე, ხორბლის შემცველ, ხორბლის შემცველ დამჟავებულ პროდუქტზე თუ აქვს რეაქცია, აქ უფრო მეტად გვაქვს ეჭვი იმაზე, რომ ფრუქტანებია პრობლემა ხორბალში და არა გლუტენი, მაგალითად, რომელიც არის ცილა. ანუ რეალურად რაღაც გამორიცხვის დიეტას რო ეძახიან, რაღაც ესეთი მეთოდია, ხო, რომ ნახო, ჯერ ის მიირთვა, მერე თუ ისევ გაწუხებს, ესე იგი ეს არის პრობლემა. კი, ზუსტად, როდესაც ვსაუბრობთ აუტანლობებზე და აქ შეიძლება როგორც გლუტენის შემცველ პროდუქტზე გქონდეს, ისე იყოს ხილზე, ბოსტნეულზე, ზოგ პარკოსნებზე და ასე შემდეგ რა, არსებობს მცენარეული ლაქტოზაზე. აქ ცალსახად გვჭირდება გამორიცხვის მეთოდები, ანუ არ არსებობს კვლევა, რომელიც გვეტყვის, რომ სიტყვაზე ადამიანს ფრუქტანზე აქვს რეაქცია. ან ლაქტოზის სუნთქვის ტესტის არსებობს ძალიან პოპულარულია იყენებენ, მაგრამ ესეც არ გვაძლევს პასუხს. აქ რაც გვაძლევს პასუხს არის ის, რომ მინიმუმ აი მაგალითად ლაქტოზის შემთხვევაში 2 კვირა რაციონში შეზღუდოს ადამიანმა ლაქტოზა და მერე დააბრუნოს და ნახოთ რა რეაქცია აქვს და მერე აღმოვაჩინოთ რა რაოდენობაზე აქვს რეაქცია. ანუ ყველას ერთნაირად ლაქტოზაზე არ ექნება რეაქცია თუ აუტანლობაზე ვსაუბრობთ. ყველას ერთნაირი რაოდენობის ფრუქტანზე არ ექნება რეაქცია და ასე შემდეგ. გასაგებია, ანუ ძალიან ინდივიდუალურია ეს საკითხი. შენ ახსენე უგლუტენო პროდუქტები. მე როგორც ვიცი და რამდენადაც ვიცი, უგლუტენო პროდუქტი, ვთქვათ, ჯანსაღ კატეგორიაში არ გადის, იქიდან გამომდინარე, რომ ესე იგი გადამუშავებული ფქვილია პლუს გლუტენ გამოცდილება იმდენ დამუშავებას გადის, რომ ჯობია საერთოდ ეგეთი პური არ მიირთვა და უბრალოდ ბუნებრივი უგლუტენო, ვთქვათ, ხორბალი კი არა ბოდიში, ბურღულეული, სგან დამზადებული, ვთქვათ, რაღაც შემცვლელი პური ნახო. აი რას გულისხმობ შენ ამ გადამუშავებულში მეთანხმები, რომ ვთქვათ, ნაკლებად ჯანსაღია, უბრალოდ ხალბათ ადამიანს როცა აუტანლობა აქვს, მაინც რაღაცები ენატრება და ეძებს ამ პროდუქტს, მაგრამ მაინც ჩემთვის ჯანსაღში არ გადის, იქიდან გამომდინარე, რომ გადამუშავებულია ძალიან და ნუტრიენტებს ვერ მიიღებ. სწორი მიმართულება მაქვს? კი, როგორც თეთრი ფქვილის შემთხვევაში, იგივენაირად არის, მაგალითად, სიმინდის ან ბრინჯის ფქვილის შემთხვევაში, ანუ თუ ის დამუშავებულია, რა თქმა უნდა, საკვებნივთიერებებს ვერ შეიცავს ადეკვატური რაოდენობით, საჭირო რაოდენობით, რაც ორგანიზმს ჭირდება, თუმცა შეიძლება აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ უგლუტენო პროდუქტი ვიპოვოთ დაუმუშავებელი ნუტრიენტებით მდიდარი მარცვლეულის მიქსით და სხვათა შორის დღეს 21 საუკუნეში გამომდინარე ამ ინდუსტრიალიზაციიდან მხოლოდ რამდენიმე მარცვლს მივირთმევთ 12 ტიპის სახეობის პროდუქტს მივირთმევთ, რაც პრობლემაა ჯანმრთელობისთვის, იმიტომ რომ ჩვენს მიკრობიომს, ნაწლავის მიკრობიომს ჯანმრთელობა სჭირდება მრავალფეროვნება მცენარეული პროდუქტის. რომ ის ბაქტერიები გავაღვიძოთ, კარგები, ანუ რაც კი, გავამრავლოთ, გავაღვიძოთ, ჩვენთვის კარგი იყოს. შესაბამისად შეიძლება და პირიქით უფრო მეტადაა შანსი, რომ უგლუტენო პროდუქტებით, რომელიც თელმარცვლოვანი იქნება და ერთმანეთთან კომბინაციაში იქნება, ისეთი ტიპის მცენარეული პროდუქტი შემოვიტანოთ რაციონში, როგორიცაა მაგალითად წიწიბურა, ფეტვი, რომელიც ეს ყოველდღიურობაში შეიძლება არ უჭამოთ და ძალიან აქტიურად გამოიყენება უგლუტენო პროდუქტებში, პარკოსნები, ბიომუხტო ოსპი, რომელიც საქართველოში არ გამოიყენება ისეთი რაოდენობითაც უნდა გამოიყენებოდეს, შეიძლება ისეთი პროდუქტი შემოვიდეს რაციონში და გამრავალფეროვნდეს. რომ პირიქით ძალიან კარგიც იყოს ეს ჩვენ ჯანმრთელობისთვის. რაც შენახსენე ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს რაღაცები ენატრება. როდესაც ვსაუბრობთ გარკვეული ტიპის შეზღუდვებზე, იქ ყოველთვის გვაქვს რისკი კვებითი ჩვევის
ცვლილების და ყოველთვის ჯანდაცვის პროფესიონალი უნდა იყოს ამისთვის მზად და სკრინინგი utაროს ასეთ პაციენტს, ვისაც სჭირდება და სხვა გამოსავალი არ აქვს და უწევს გარკვეული საკვები ჯგუფების და პროდუქტების რაციონში შეზღუდვა, გვჭირდება რომ სკრინინგი ვუტაროთ კვებით ჩვევაზე, იმიტომ რომ ეს ნაწილი ამ ნაწილში უფრო მეტად მგრძნობიარეა პაციენტი, ვინც რაღაცას ზღუდავს თავის ყოველდღიურობაში. შესაბამისად, აქ ისეთი პროდუქტები, რომელიც ანაცვლებს სტანდარტულ პროდუქტებს და გემოთი ფაქტობრივად იგივე ძართულია უგლუტენო პროდუქტი, იგივე გემოსი იყოს როგორც ხორბლის, მაგრამ მაინც ძალიან გვეხმარება. ხო, მესმის. მაგრამ რომელი მითის დამსხროვა მინდა იცი კიდე? რომ უგლუტენო სასარგებლოა და აი ეს დეტალია ხოლმე რომ აწერია უგლუტენო, ერთ პერიოდი იყო ამ გლუტენზე ძალიან ესეთი ბევრი მოკლედ საუბარი და მიდიან თქვათ და ყიდულობენ და მე უგლუტენო პურს მივირთმევ და ხშირ შემთხვევაში არაფერს არ გაძლევს ეს უგლუტენო პური, თუ არ გჭირდება. ამას გულისხმობ. თუ არ ხარ თქვათ ცელიაკით დაავადებული, ანუ რად გინდა ეს უგლუტენო, რომელიც არის 1000 ჯერ გადამუშავებული და არაფერს არ გაძლევს. ნამდვილად დემონიზებული პროდუქტი არის ხორბალი, რაც ჩემთვისაც ძალიან ისეთი მტკივნეული და სენსიტიური საკითხია, იმიტომ რომ რეალურად ხორბალი მარცვლეულში ერთ-ერთი ყველაზე ნუტრიენტებით მდიდარი პროდუქტია. გარდა ამისა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ჩვევები, ანუ როცა არის რაღაც აკრძალვა რაციონში, გვაქვს რისკი რაღაც ისეთი პრობლემების, რომელიც აქამდე არ არსებობდა და რატო დავამატოთ, ხო? თუ ადამიანს არ სჭირდება გარკვეული საკვები ჯგუფების რაციონში შეზღუდვა და აკრძალვა, არ უნდა აკრძალოს. უგლუტენო არ ნიშნავს აბსოლუტურად, რომ ის არის უფრო კარგი ვიდრე ხორბლის შემცველი პროდუქტი, ამიტომ რაც შეიძლება ნეიტრალური დამოკიდებულება ზოგადად აკრძალვების და საკვები პროდუქტების რაციონიდან ამოღების, ან ასეთი დეტალების მიმართ რა. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სადაც შეგვხვდება, დავაიგნოროთ სოციმედიაში თუნდაც ეს ზედმეტი აკრძალვები, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება რაციონი უკეთესია. მარტო ხორბლის ჭამას ჯობია რომ რაც შეიძლება ამ ხრივაც გავამრავალფეროვნოთ რაციონი, შემოვიტანოთ სხვა ხორბლის პროდუქტები, შემოვიტანოთ ბრინჯი მთელმარცვლოვანი, ფეტვი, წიწიბურა, რა ვიცი, ბევრი მარცვლეული რომელიც შეგვიძლია ყოველდღიურობაში შემოვიტანოთ. და გავამახვილოთ ყურადღება სხვა საკვები ჯგუფებშიც მრავალფეროვნებას. ეს არის გასაღები. უკვე საკმაოდ შრომატევადი ნაწილია რა, უკვე საკმაოდ შრომატევადია ბევრი საკვები ჯგუფის რაციონში შემოტანა 21 საუკუნის ფონზე. შესაბამისად, ზემოდან დამატება აკრძალვების არ გვჭირდება და არც თუ ისე იშვიათ შემთხვევებში არასწორია. ძალიან ბევრი პაციენტს ვხედავთ ჩვენ კლინიკაში, რომლებიც საკვები ჯგუფებს რაციონში ზღუდავდნენ, საერთოდ მაგალითად ერთ-ერთი პოპულარული თემა არის კიდე რომ პური საერთოდ არ უნდა ჭამო. ან ბურღულეული და ნახშირწყლები საერთოდ არ უნდა მიიღო და აქცენტი უნდა გააკეთო მარტო ცილოვან პროდუქტზე და ბოსტნეულზე და ნახშირწყლოვანზე კი. რას ვხედავთ აქ? ვხედავთ მინიმუმ გასტროინტესტინულ ჩივილებს, რომლებსაც სჭირდება წლები და შეიძლება წლების მანძილზეც ადამიანს ვერ მოუგვარდეს მსგავსი გასტროინტესტინული ჩივილები, რომელიც გამოწვეულია უბრალოდ საკვები ჯგუფის რაციონიდან რაღაც პერიოდით გაქრობით. და ჩვენ ენაზე რო აგვიხსნა რატომ არის მერე კუჭნაწლავის პრობლემა, როდესაც ადამიანი იღებს თქვათ ბურღულეულს პირობითად და ნახშირწყლებს. პირველი რასაც ვხედავთ ხოლმე, ეს არის შეკრულობა. ანუ შეკრულობის მართვის პირველი ეტაპი რაც არის, ეს არის რომ შევაფასოთ რაციონში აქვს თუ არა ადეკვატური რაოდენობით უჯრედისი. უჯრედისი ეს არის აი ბოჭკორაზე თუ საუბრობდით, ის გვჭირდება დაახლოებით 25-30 გრამი დღეში. ვიცით რა ხილი და ბოსტნეული უჯრედისის წყაროა, მაგრამ აი თუნდაც დილითაც, შუადღესაც და საღამოსაც ადამიანი ხილს და ბოსტნეულს თუ ჭამს, ხუთივე ფერს აკმაყოფილებს და მაქსიმუმს იღებს ხილიდან და ბოსტნეულიდან, მაინც ვერ გამოვა 30 გრამი უჯრედისი. აქ შემოდის მთავარი მეორე საკვები ჯგუფი, ეს არის ბურღულეული, რომელიც მთელმარცვლოვნების შემთხვევაში საკმაოდ დიდი რაოდენობით უჯრედისს გვაძლევს. ის დილითაც უნდა იყოს, შუადღესაც და საღამოსაც. აი ამ შემთხვევაში, თუ ბურღულეული მთელმარცვლოვანია, ჭამს ადამიანი დღეში 3 ჯერ და ყველა კვებასთან იღებს ხილს და ბოსტნეულს, კიდე შესაძლებელია რომ გამოვიდეს მას 25-30 გრამი უჯრედისი. ხო, წარმოიდგინე რომ ამ საკვებ ჯგუფს საერთოდ ვაცლით რაციონს რა და ძირითადად ვამახვილებთ ყურადღებას ასეთ დროს. კლასიკურად ასე ხდება ხოლმე, ხორცზე რაღაც ფრინველის ხორცზე და ბოსტნეულზე და ადამიანი მარტო ამას იღებს. ერთი რომ პირველი შეკრულობა შეიძლება განვითარდეს, მეორე რაც შეიძლება განვითარდეს, არის როდესაც დააბრუნებს ამ საკვებ ჯგუფებს, მაგალითად ბურღულეულს რაციონში, გასტროინტესტინული ჩივილები დაეწყოს. ანუ ვეღარ მოინელოს ფიზიკურად, ხო? შებერილობა დაეწყოს, დისკომფორტი დაეწყოს, აუხსნელი ზეიტასაჭმელი სისტემის დისკომფორტი დაიწყოს. რა არის ამის მიზეზი? არის საკმაოდ კომპლექსური და ბევრი რამ ამ მიმართულებით არ ვიცით. მაგალითად, ახლა მიკრობიომზე კვლევები დღემდე მიმდინარეობს, რომ ნახოთ აი კვლევები მიკრობიომზე როგორი იყო
ათეულობით წლის წინ, მაგალითად რაღაც 30 წლის წინ და ეხლა არის აი გაფრენილი. დენაც საინტერესო თემაა და ჩაჭარობით ბევრი რამ, ძალიან ბევრი რამ, რა ვიცი, არ ვიცით იქ რა ხდება. აქედან გამომდინარე, ყურადღება ამ ნაწილს სჭირდება და ცალსახად რაც ვიცით დღეს, რაც არ უნდა გავაკეთოთ, ეს არის ზედმეტად რაღაცების აკრძალვა და გაქრობა რაციონში, რაც ვიცით, რომ შეიძლება ამის მიზეზი გახდეს. ანუ გარკვეული გასტროინტესტინური ჩივილების გაჩენის. ამიტომ ჯობია რაციონი იყოს მრავალფეროვანი. კი ბატონო, შენ ბევრჯერ ახსენე სიტყვა აკრძალვა. აი მე გამიგია ვთქვათ ესეთი მოსაზრება, რომ მე ვთქვათ რაც მომინდება ინტუიტიურად ესე, ის უნდა მიირთვა და იმას ვჭამ. და მე მივდივართ იქამდე, რომ მე ვერ ავიკრძალავ რაღაცეებს, ვთქვათ, მე უფრო გულისხმობ სწრაფკვებას და ცუდ პროდუქტებს. ნუ ზოგი ამბობს, რომ ცუდი პროდუქტები არ არსებობს და ზოგადად დაბალანსებულად ყველაფერი უნდა მიირთვა. მაგრამ ნუ მე მგონია, რომ ყოველდღიურ რაციონში არ არის სავალდებულო, რა რაღაცეები მიირთვა, რაც ორგანიზმს და მიკრობიომს რეალურად აზიანებს და შენ რას ფიქრობ ამის შესახებ? ძალიან კარგი კითხვა. ბალანსი. ყოველთვის ბალანსი. 80-20-ზე? ეს ცნობილი? დაახლოებით, ხო, 80-20-ზე დაახლოებით. რაღაც ეს ისე არ გავიგოთ, რომ ყოველდღე 80-20-იან ესე წესის მიხედვით მივყვეთ ამ 80-20-ს. ხან შეიძლება 100-0-ზე იყოს ზოგ დღეს და ზოგ პერიოდში 80-20-ზე, მაგალითად, როდესაც არის ახალი წლების პერიოდი. რაც შეეხება, აი, როდესაც კვები ჩვევებზე ვსაუბრობთ და ჯანსაღ კვებაზე ვსაუბრობთ, ამას აქვს დაგროვებითი ეფექტი. როგორც არაჯანსაღ კვებას აქვს დაგროვებითი ეფექტი, ისე ჯანსაღ კვებას აქვს დაგროვებითი ეფექტი. ანუ იმ 20%-ში რაღაც არაჯანსაღი ვერ გაუტოლდება და ვერ გაანულებს იმას, რაც ხდებოდა 80%-ში. და არა უშავს, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე თუ ისეთი ვერ არის კვება, როგორც გვინდოდა რომ ყოფილიყო, არაფერი დიდად არაფერს არ შეცვლის. თუმცა აქ მნიშვნელობა, როდესაც ინტუიციურ კვებაზე ვსაუბრობთ, გააჩნია რას გულისხმობთ ინტუიციურ კვებაში. ეს მაინტერესებს. ანუ ინტუიციური კვება მოდის კვებაზე ცოდნიდან გამომდინარეობს. ანუ როდესაც გვინდა რომ ადამიანებმა იკვებონ ინტუიციურად. ასეა, მაგრამ ეს კვება უნდა იყოს სწორი. ანუ პირველი, როდესაც ვიწყებთ ინტუიციურ კვებას, არის რომ ვასწავლოთ ადამიანს, აუხსნათ, ვურჩიოთ, ჩვენ რჩეველები ვართ რეალურად, ვურჩიოთ რა არის ბალანსირებული კვება, ანუ დილით შუა დღეს საღამოს რომ უნდა ჭამოს. პირველი ეტაპი ეს არის, პირველი ერთი თვე ასე უნდა მოხდეს. კვება უნდა იყოს რეგულარული და თითოეულ კვებაზე უნდა მქონდეს პაციენტს ცოდნა, რა საკვები ჯგუფები უნდა შევხამოს ერთმანეთს. ანუ წაღან რაზეც ვისაუბრეთ, რა რომ რაღაც საკვები ნივთიერება არ მოაკლდეს, იმიტომ რომ შეიძლება დილით თუ შრის ფაფით დაიწყო ადამიანმა კვება და ცილა არ დაამატა და მე მომდა ტკბილი, რაც ლოგიკური გაგრძელება ამ ყველაფრის, ეს ინტუიციური მოთხოვნილება არ იქნება, ეს იქნება მოთხოვნილება, იმიტომ რომ დილით უბრალოდ არ დაამატა ცილა. ამიტომ გააჩნია რას ვეძახით ინტუიციურ კვებას რა. კი, მეც თქვათ ამიხსნია, რომ ხა შენ შეიძლება სულ სწრაფ კვებას მიირთმევ და მე ეძახი ამას ინტუიციურ კვებას და რასაც მიაჩვევ შენ მიკრობიომს და რომელი ბაქტერიები მოგთხოვენ იმას, იმის მიხედვით იკვებები ადამიანი და რეალურად თუ სულ იკვებები სწრაფი კვებით, რა თქმა უნდა, რომ მოგინდება ცომეული, ტკბილეული და ასე შემდეგ. კი, აქ ტვინიც არის ჩართული, ანუ ჩვენი ეს ჰედონისტური უბანი, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურდება მარილზე, ცხიმზე და ტკბილზე. და რა თქმა უნდა, რომ ვიცით, რომ ამ სამზე აქტიურდება, ისიც ვიცით, რომ თუ რეგულარული არ არის კვება, დაბალანსებული არ არის კვება, პირველი ყველას, მეც, შენც და ყველას, ალბათ გქონია გამოცდილება, რომ დიდი ხანი თუ ვერ მოახერხეთ დღის მანძილზე კვება, პირველი რაც გინდება არის ამ სამით მდიდარი იმის მიხედვით, რა ხა მე მაგალითად ტკბილი არ მიყვარს და მომინდება უფრო მარილიანი. მაგრამ და ვისაც ტკბილი უყვარს, შეიძლება პირიქით ტკბილი მოუნდეს. კი. მოუნდება უფრო მეტად ამ ინგრედიენტებით მდიდარი და რა თქმა უნდა გაიქცევა ხელი იქით, ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენი ორგანიზმი ასე მოწყობილი, ანუ ევოლუციურად რო შევხედოთ, ძალიან კარგი მარეგულირებელი მექანიზმი აქვს ორგანიზმს შიმშილის მიმართ, იმიტომ რომ მისთვის შიმშილი იყო სიკვდილი. ზედმეტი კალორიების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ორგანიზმს არ აქვს. შესაბამისად, თუ ამ პრიზმით და პერსპექტივით შევხედავთ, ლოგიკურიც იქნება თუ შიმშილობ, მოგინდება ის, რაც მაღალკალორიულია, ორგანიზმს მოუნდება ეს. ეს რომ ასე არ მოხდეს, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ კვება იყოს რეგულარული. რა თქმა უნდა, ყოველთვის ეს ასე ვერ მოხდება, იმიტომ რომ კვება არის ცხოვრების წესი, როგორც აი სხვა ასპექტები ცხოვრებაში ვერ იქნება სწორხაზოვანი და ერთნაირი, ისე ვერ იქნება კვება, მაგრამ არა უშავს 80%-ში, 70%-ში თუ ახერხებთ ბალანსირებულ რეგულარულ კვებას, ეს უკვე არის ის, რაც მაქსიმუმია.
და რამდენი ხანი ჭირდება ამ ახალი უნარჩვევების გამომუშავებას? ინდივიდუალურია ყველასთვის. აი ეს წესი რომ რაღაც 1 თვე, 60 დღე და ასე შემდეგ, აი ცოტა სტრესული არის პაციენტებისთვისაც რა, როდესაც თუ აი ასეთი მიმართულებით დაუწყებთ ლაპარაკს. ნუტრიციოლოგია ცალსახად მათემატიკაა, როდესაც პაციენტი ჩვენთან მოდის კალორიებსაც ვითვლით, საკმაოდ ჯგუფებსაც ვითვლით, უხსნით, ანუ მათემატიკა და ფაზლია, რომ ვაწყობთ საკვები ნივთიერებებით, სილაცხი, მინახშირწყალი, კალორია, ვიტამინები, მინერალები, როგორ გამოვიდეს მისთვის ყველაზე კომფორტული გზით. მაგრამ აი ეს რომ აი ამდენ დღეში შენ აუცილებლად ჩვევას შეიძენ. ინდივიდუალურია. ძალიან ინდივიდუალურია. ხო, რომ ამბობენ, რომ 21 დღე უნდა, რომ ორგანიზმმა და ტვინმა აღიქვას საერთოდ რას ცვლი. ალბათ ეს რაღაც პირობითია, ხო? პირობითია. ინდივიდუალურია, შეიძლება მეტი დრო დაჭერდეს ცოტა რა ადამიანს. კი, მაგრამ რაღაცა პერიოდით კი გაჩნია. შეიძლება მაშინვე ჩართოს, მაგალითად თუ ისედაც ძალიან კარგი აქვს ყვება, მეორე ყვება კარგი აქვს, მესამე ყვება კარგი აქვს, დილითაც ამატებს რაღაცა პატარა ცილის კომპონენტს ან მრავალფეროვანი ხილის კომპონენტს და გაუმარტივდება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, საიდან ვიწყებთ. ვიღაცის თუ შეიძლება ეს, რა ვიცი, გაგრძელდეს რამდენიმე ჩვევის გამომუშავება წელი. ხო. მეტი. გააჩნია კიდევ რა ეტაპზე ვხვდებით პაციენტს. ანუ მაგალითად მე, როდესაც ნუტრიციოლოგით დავინტერესდი, მაშინ იმდენად დიდი ცვლილება იმ პერიოდის სალომესა და დღევანდელ სალომეს შორის, აი უდიდესი. მაშინ მქონდა დროც, უფუნებაც, დროს გულისხმობ რომ მეტად რა, გარემოებები, ნაკლები სტრესი, ერთ-ერთი რაც საქმეც მქონდა, იყო უნივერსიტეტში სწავლობდი. მაშინ მქონდა ამის დრო, რომ საჭმელიც მეკეთებინა, მცენარეული პროდუქტებიც ჩამირთო რაციონში, ბევრი რაც შეიძლება და რავი, დღეები მეკეთებინა რაღაც გარკვეული პროდუქტები. ეხლა დღევანდელ სალომეს ბევრად ნაკლები დრო აქვს ამისთვის და ის ჩვევები, რომელიც გამომიმუშავდა მაშინ, რა თქმა უნდა, დღეს მეხმარება და იქიდან გამომდინარეობს, თუმცა თუ აი დაკავებულ ადამიანს ხვდებით, რომელიც დილის 10-ზე იწყებს ცხოვრებას სამსახურში და საღამოს 9-ზე ამთავრებს, მისთვის რეალობა აბსოლუტურად სხვა არის. მასთან შეხვედრა რამდენიმე თვეში, როდესაც სამსახურს იცვლის და მეტი დრო აქვს, იქნება აბსოლუტურად სხვა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სად ხვდებით ადამიანს, როგორ ვაფასებთ მის მდგომარეობას და როგორ ენას ვიყენებთ მასთან. გასაგებია. და აი ამ შემთხვევაში რას ურჩევ თქვათ ადამიანებს, ვისაც ესეთი დატვირთული გრაფიკი აქვთ და რეალურად ვერ ახერხებენ სახში მომზადებას. აი რა უნდა ქნას ადამიანმა, თან უნდა რომ მაქსიმალურად მოუაროს საკუთარ ჯანმრთელობას, აი რა რჩევას ვაძლევთ. როდესაც ასეთი პაციენტი ჩვენთან მოდის, რჩევა არის ხოლმე, რომ ყველა კონსულტაციის შემადგენელი ნაწილია ახლოს რა გაქვს რომ შეძლო ყიდვა. ყველაზე ისეთი ჯანსაღი ვარიანტი რა, რას არჩევ და რას ყიდულობ. ზოგი ადამიანისთვის ეს მარტივი ცვლილება, როგორიცაა fast food-დან გადასვლა, ცოტა უფრო დაბალანსებული ბოულების ან სენდვიჩების ჭამაზე უდიდესი და უკარგესი ცვლილება. ანუ რა გაქვს ახლოს და რის შესაძლებლობაა რომ გამოიწერო. მაგალითად, აი ხშირად არის ხოლმე ასეთ სიტუაციებში სამსახურებში, რომ აი ძირთად ვიძახებთ. ბურგერს ვიძახებთ, პიცას ვიძახებთ და აი სხვა რაღაც რო გამოიძახო მაგალითად, როგორც ეს ბოული, რომელშიც კალორიებიც დათვლილია და საკმაოდ მრავალფეროვანი შემადგენლობა აქვს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კიდე გემოს და აქედანაც მიმართავ ადამიანებს, ვინც ამ ბოულებს ამზადებს და ჯანსაღ ალტერნატივებს გვთავაზობთ, რომ გემრიელი იყოს, იმიტომ რომ თუ გემრიელი არ იქნება, თუ გემრიელი არ იქნება, ადამიანი ამას არ შეჭამს. მაგრამ ჯანსაღი ყვება გემრიელია. აუცილებლად კი, უნდა იყოს. ყველა ვარი დავამსხვრიოთ ახლა ეს მითი. უბრალოდ არის იმაზე დამოკიდებული, რა თქმა უნდა, როდესაც პიცებს და ბურგერებს მიირთ, მე საერთოდ სხვა გემოვნება, ანუ რეცეპტორების სხვა მდგომარეობაში გაქვს და შესაბამისად ეს დოფამინის ალბათ გამოფრქვევაც, ხო, რაღაც არანორმალურად ხდება. ამ გადამუშავებულ საკვების დროს და სხვანაირი მიჯაჭვულობა გაქვს და ნუ ამას დრო ჭირდება რომ აი მან ვეუბნები ხოლმე პაციენტებს რეცეპტორებით შეგეცვალოს შეიძლება რეალურად გემრიელი კი არის ჩემთვის და შენთვის მაგრამ მე რო ბურგერი და პიცა მაჭამო ყოველდღე არ ვიცი გარდავიცვლები პირდაპირ გეუბნები ვერ აიტანს ჩემი ორგანიზმი და ამიტომ ეგ ძალიან ინდივიდუალურია ვიღაცისთვის არ არის გემრიელი მაგრამ აი გარწმუნებთ მეგობრებო რომ ჯანსაღი ყვება არის გემრიელი, ოღონდ უბრალოდ უნდა გადახვიდე
ხო, ყველა ამას ვავნები ხოლმე ყველა ტრანსფორმაცია პაციენტს. უნდა გააკეთო. კი, ვეუბნები ყველა პაციენტს, რომ აი პირველი 2 კვირა, როდესაც გადადიხარ ცოტა ჯანსაღკვებაზე და განსაკუთრებით როდესაც მარილის შემცირებაზე ვსაუბრობთ, აი საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა არის მარილი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი. მართლა მე შაქარი მეკონა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის მარილი. ძალიან შაქარის პრობლემა, მაგრამ რეგიონში, მეზობელ ქვეყნებშიც კი, სადაც ასევე არ არის დიდად დარეგულირებული კვების საკითხი. ჩვენ ვჭამთ ყველაზე მეტ მარილს, ანუ ზედაზღვარი რო არის 5 გრამი, ჩვენ ვჭამთ 15 გრამს. და ქვეყანაში, რა თქმა უნდა, გულსართო დაავადებები ნომერ პირველ ადგილას გვაქვს და იქიდან ჰიპერტენზია, რომელიც აი პირდაპირ გავლენას ახდენს მარილი, ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია. ანუ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს მარილის მხრივ. ჩვენ ენაზე გითხარ, არის ჰიპერტენზია, რომ აყურებელმა წნევა, მაღალი შეიძლება არის ის, ხო. კი, მაგაც ანუ მარილი თვითონ ამაგრებს, დრეკატი ვეღარ არის ის წყაროები ისეთი, როგორც უნდა იყოს, მარილს აქვს ეს გავლენა, როდესაც ქრონიკულად ბევრს მოვიხმართ და წნევას წევს მაღლა შესაბამისად ეს მერე ნელ-ნელა იწვევს ამ გულსართო დაავადებებს. კი, ჰიპერტენზია საკონტროლოა, ანუ ყოველდღიურად სჭირდება მასეთ მაღალწნევიანი ხშირი რამ არის ზოგადად, რასაც იყენებენ საქართველოში, ასეთ რამ არ არსებობს, მაღალი წნევა ყველას ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს და მარილი აქ არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამდენი გრამი არის მარილი დღიური დოზა? ზედაზღვარი არის 5 გრამი. ზოგადად დღიური დოზა ადამიანის ჯანმრთელობისთვის მწიყვი ჭირდება, თუმცა WHO მივიდა იმ ზღვრამდე, სადაც საკვები გემრიელია, მაგრამ ეს ჯანმრთელობის დარღვევებს არ იწვევს და ეს არის 5 გრამი. რაც შეეხება მარილს და საქართველოს ქართულ რეალობაში, ხო? კი, როდესაც ასეთი fast food-დან გადადიან ჯანსაღკვებაზე პაციენტები, ყოველთვის ვაფრთხილებთ, რომ გექნება თავიდან პერიოდი, შეიძლება ცოტა შენთვის რაღაც ინგრედიენტები არ იყოს ისეთი, როგორც აქამდე აღიქვამდი, მაგალითად მარილი. მარილის შემთხვევაში ვიცით, რომ 2 კვირის მერე ჩვენი რეცეპტორები ეჩვევა ნაკლებად მარილიანს და იგივე არომატით აღიქვამს, ანუ არ შეგეშინდეს. და უფრო კარგი. კი. იმიტომ რომ პროდუქტს აღიქვამ რეალურად რა გემოაქვს. კი. შაქარზეც იგივე არის, ხილში შეიძლება შაქარმა ვერ დაგაგმაყოფილოს ისე როგორც ტკბილეულში გაგმაყოფილებდა, მაგრამ არ უნდა შეეშინდეს ადამიანს, იმიტომ რომ ეჩვევა ჩვენი რეცეპტორები იგივე არომატით აღიქვამს, უფრო გემრიელადაც აღიქვამს, უფრო სენსიტიური ხდება და ჯანმრთელობისთვის ბევრად კარგ რამეს აკეთებს და მე სხვათა შორის აი ჯანსაღკვებას რაც ახასიათებს არის ის, რომ ისეთ ბენეფიტებს და სარგებელს ხედავენ სასწაულს. კი, შეგრძნებების დონეზე, ის რომ ნაწლობის მოქმედება მოწესრიგებულია. ძირითად შემთხვევებში არ გვაქვს ისეთი დისკომფორტები, რაც აქამდე იყო და შეიძლება ადამიანებს ეგონოთ, რომ ეს მათი ცხოვრების ნაწილი იყო, თუნდაც შეբერილობა, თუნდაც ცოტა შეკრულობა და უცებ მოგვარდა კვებით ეს პრობლემა და რა კარგი სიმსუბუქის შეგრძნება მაქვს. რა კარგად აღვიქვამს საკვებ პროდუქტებს და ასე შემდეგ. ბევრი სარგებელია, რომელიც მერე ჯანსაღი კვების გაგრძელებაში შეხმარება, ეგ ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. კი, მეტი ენერგია, უკეთესი ხასიათი, ბედნიერების განცდა, ნაკლებად ნერვოზულობა და ეს ყველაფერი, ანუ დაკავშირებულია არაჯანსაღ და ჯანსაღ კვებასთან. მე მაგალითად რო ახსენე შენ ეს მარილის და შაქრის შემცირება, მე მაგას ვეძახი დეტოქს. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც თქვათ რაღაცას მიირთმევ რეგულარულად, რეალურად შაქარი ჩემთვის ნარკოტიკია. ეხლა მარილის შემთხვევაში არ მიფიქრი ამაზე, მაგრამ ძალიან გიჭირს შაქრის თავის დანებება. და ხშირ შემთხვევაში არიან ადამიანები, რომ იწყებენ აი ესე პირდაპირ უხეშად მეორე დღიდან, თქვათ ხვალიდან აღარ მივირთმევ შაქარს და რაფინირებულ შაქარზე მაქვს საუბარი და ხშირად არის რომ მარცხდებიან ამ გზაზე. ხო და არის საშუალება, რაც შენ ახსენე დეტოქსი, რომ ნელ-ნელა გამოაკლო, სიტყვაზე თუ ყოველდღე მიირთმევ რაღაც 3 ნაჯარ ნამცხვარს, ჭამო 2.5, მერე ვთქვათ 3 დღეში ჭამო 2.5-ზე ცოტა ნაკლები, მერე 2 და ესე 2 კვირის განმავლობაში ნელ-ნელა გააკეთო დეტოქსი და მართლა მერე 2 კვირის თავზე და ღერთოდ ვეღარ ხვდები, რომ ტკბილი გამოაკელი, იმიტომ რომ რეცეპტორები რაც შენ ახსენე, ესე ეჩვევა უკვე და მერე უკვე ხილის ძალიან ტკბილია უკვე და შემაწუხებელი ის პროდუქტი, რასაც ჭამდი იქამდე კი. ამგან სხვაობას ხედავენ, მარტივად ხედავენ, აი რაც შენ თქვია ეს ნაწილი ნელ-ნელა შემცირება. ისევ ჩემ პრაქტიკიდან გამომდინარე ვიტყვი, რაზე გავამახვილებდი მე ყურადღებას, ანუ რას მივაქცევდი უფრო მეტად და რას ვაქცევ ხოლმე ყურადღებას პაციენტებთან. ბალანსი. ანუ პაციენტები, როდესაც გვეუბნებიან ხოლმე, რომ აი ტკბილზე ვარ დამოკიდებული, პირველი რაც გვაინტერესებს, როგორია კვება. ანუ ანაცვლებ თუ არა კვებას ტკბილით.
და რა შედეგს გამოიღებს რეგულარული ბალანსირებული კვება. არც თუ ისე იშვიათად, როგორ იმ მიზეზით ზუსტად რა მიზეზით ვისაუბრეთ, ტკბილზე და ასეთ პროდუქტებზე მოთხოვნილება და ბევრი ჭამა გამოწვეულია იმით, რომ კვება არ არის თვითონ რეგულარული. და ცილას აკლებენ. კი. მე რაზეც გავამახვილებდი ყურადღებას, რასაც ვურჩევ ჩემ პაციენტებს, არის ზუსტად ეგ, რომ სანამ დავიწყებთ ლაპარაკს ტკბილის შემცირებაზე, რომელიც ზოგს რაციონში, ჩემს კვების რეჟიმში ისედაც უწერიათ ხოლმე, იმიტომ რომ ესე კონსულტაციაზე ყვხვდები რა რამდენად არის ეგ გამომდინარე არარეგულარული კვებით, ან რამდენად სჭირდება იმ ადამიანს, რომ კვებაში ეწეროს, უბრალოდ ეწეროს, შეიძლება არც ჭამოს და არც თუ ისე იშვიათად პაციენტები დაბრუნებულონ ერთ თვეში და უთქვათ, რომ აი, კი მეწერა კვების რეჟიმში, მაგრამ საერთოდ არც მომდომებია და არც მიჭამია, იმიტომ რომ თვითონ კვება უკვე დაბალანსებული და ორგანიზმი აღარ გთხოვს, კი. როდესაც თითოეული კვება უჯრედისით მდიდარია, ცილით მდიდარია, ის თავის საქმეს აკეთებს, გავსებს, ენერგიას გაძლევს. ნაკლები არის მე უკვე მოთხოვნილება იმის, რომ რაღაცა დაამატო. ანუ ეს პროდუქტები, რაც ვსაუბრობთ, უნდა იყოს დამატება და არა სისტემატიურ შემთხვევებში რაღაც საკვების ჩანაცვლება. ხანდახან ესეც შეიძლება მოხდეს, ესეც აბსოლუტურად ნორმალური შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ყველაფერი ხდება, ხან სამოგზაუროდ წახვალ, ხან რაღაცა პერიოდი დაემთხვევა ისეთი, მაგრამ დაბადების დღეზე. კი, ან დაბადების დღეზე განსაკუთრებული დესერტია, რომელზეც გიждები. მაგრამ აი შენ როგორ ფიქრობ, მე მყავდა კვების ფსიქოლოგი და მე დავრჩი გაოგნებული, იმიტომ რომ ბრიტანეთის მოკლედ ასოციაცია ფსიქოლოგთა, მე მგონი, არ ვიცი, სწორად ვამბობ თუ არა, ამბობს, რომ ყველა კვების შემდეგ ჯანსაღი ადამიანი ჩვეულებრივად დესერტს მიირთმევს და აი შენ როგორ ფიქრობ ამასთან დაკავშირებით რა აზრი გაქვს? ეს არის ჩვევებზე დამოკიდებული. მაგალითად იტალიაში სხვანაირადაა ეს ყველაფერი. ზოგადად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადვარდსა, საიდან ვიწყებთ ისევ რა. იტალიაში ჩვევები, კვებითი ჩვევები არის შემდეგნაირი. ყველას უდევს სახლში სასწორი და ყველა კვებაზე წონიან, მაგალითად მაკარონს ეგენი ხო ყოველ დღე ჭამენ შუა დღეს, წონიან სულ. ასეთი რამ საქართველოში დავნერგოთ ან პაციენტს ურჩიოთ, რომ ისედაც ასე ხდება, მაგრამ მაინც ანუ ეს ყოველდღიურობაში რო იყოს, შეიძლება ზოგი ადამიანისთვის დაატრიგეროს მაგალითად რაღაცა ტიპის კვებითი კი, დამოკიდებულება და არ ღვიოს საკვებთან და სწორია ვერ მევხვდე. პასტას მართლა რამდენს მიირთმევენ პასტას წონიან? კი, ყველა კვებაზე მათი კულტურის ნაწილია ეს. ხო ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი და ესეთი დამოკიდებულება აქვს საკვების მიმართ და კი, რამდენი პაციენტი ყავს იქიდან ქართველები, რომლებიც იქ ცხოვრობენ და ყველგან არის ერთნაირი ისტორია. აბსოლუტურად ყველა ოჯახში უდგათ სასწორი და წონიან ამ პროდუქტებს. იგივე რომ გამომეოროთ ამ თხოვოთ საქართველოში პაციენტებს შეიძლება ამ პრობლემები გამოიწვიოს. ჩვენ მაგალითად სხვა დამოკიდებულება გვაქვს პაციენტებთან, ისედაც გრამების განსაზღვრა საჭიროა, როდესაც დაბალკალორიულ ძირითად შემთხვევებში. საჭიროა, კი, როდესაც გახდომა გინდა, კი, გვინდა რა ეს რო კალორიები განსაზღვრათ, ჭირდება რომ ადამიანმა დაითვალოს და ნახოს გრამები. მაგრამ ეს ამას ვეუბნებით, რომ აქაც რო ნაკლები სტრესი შევინარჩუნოთ, თავიდან ნახე რა რაოდენობაზეა საუბარი და მე თვალის ზომით გააგრძელე, კი. თუ ადამიანს ყოველდღიურობაში ისედაც აქვს დესერტი ყველა საკვების მიღების შემდეგ, შეიძლება საკმაოდ რთული იყოს მისთვის ამ ჩვევის შეცვლა, შესაბამისად კი ცოტა შეგვიძლია რომ დავამატოთ, მაგრამ თუ ადამიანი ამას არ მიირთმევს და არ აკეთებს, ანუ დავამატოთ, ხო? ნუ იქ რაღაც ნორმა არის, რომ ჩვეულებრივად შეგიძლია ესე მიირთვა და ადამიანს უნდებაო და არ ვიცი ხომ მე ცოტა ვერ მივიღე ეგ ინფორმაცია. ინდივიდუალ როგორც ყველაფერი, აქაც ძალიან ინდივიდუალურია რა არის. ჩემი კვების ერთნაირი კვების რეჟიმი, მიუხედავად რომ საქართველოა და ბევრი რაღაც მსგავსია ბევრ პაციენტთან, ერთი და იგივე კვების რეჟიმი არ გამიტანებია რო ნახოთ. აი მართლა არავის არ გამიტანებია. იმიტომ რომ ალბათ თან ინდივიდუალურად ეკითხები ვის რა უყვარს. კი, რა თქმა უნდა, ვის როგორი ცხოვრების სტილი აქვს, ვინ რას ჭამს, რა შეუძლია რომ ჭამოს. ამ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ზოგადად ჯანოთვის პროფესიონალებისგან ჩვენგან რეალურად ყველაზე მთავარი ნუტრიციოლოგისგან ვიტყოდი რაც არის რომ იცოდეს როგორ მოусმინოს პაციენტს. სწორი კითხვები დასვას, იცოდეს როგორ მოусმინოს პაციენტს. ჩემ შემთხვევაში მაგალითად წლების წინ motivational interviewing არის ესეთი პრაქტიკა, რომელსაც უკვე ურჩევენ ყველა guideline-ში, რომ ყველა ჯანოთვის პროფესიონალს კონდეს გავლი ძალიან მარტივია. motivationalinterviewing.com არის ესეთი საიტი, სადაც 4 საათიანი უფასო ლექცია ყველა შეუძლია რომ გაიაროს. სამოტივაციო ინტერვიუ? კი. კი და ზუსტად ეგ გასწავლის, როგორ დასვა კითხვები და როგორ
როგორ იპოვო, რატომ მოვიდა პაციენტი შენთან, იმიტომ რომ სხვადასხვა мотиваცია ყველა პაციენტს. ჩემთვის შეიძლება თავის დროზე იყო мотиваცია, რომ ჯანმრთელობა, ჯანსაღი კვება და თუ არა ჯანსაღად უკვები, ეს ბევრად უფრო ძვირი დამიჯდება ვიდრე ჯანსაღი კვება, მაგრამ ყოველთვის ეს შეიძლება არ იყოს мотиваცია. ამიტომ უნდა იპოვო რა არის მისთვის мотиваცია და რატო ცვლის რაღაც, რატომ უნდა რომ შეცვალოს ეს ჩვევა. ამიტომ მოსმენა კონსულტაციაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიგნება რატოა შენთან, რას ცვლის და როგორ ცვლის და ამ მიმართულებით წასვლა მერე. ამიტომ ხო ერთი და იგივე мотиваცია პაციენტებს ყველას არ აქვს და ერთი და იგივე რეალობაც არ აქვს. ანუ ერთი რომ უნდა იპოვო мотиваცია რა არის და მეორე უნდა შეუსაბამო ეს мотиваცია მისი ცხოვრების სტილს. შესაბამისად შეუძლებელია რომ ერთი და იგივე კვების რეჟიმი მოერგოს ყველას. აი მოუდგენელი რამეა. კი. და ცალკე მოდის მერე კიდე ისეთი დეტალები როგორიცაა რა უყვარს, რა სჭამს და ასე შემდეგ რა. და საინტერესო. ანუ შენ ემხრობი 5ჯერად კვებას, როგორც მივხვდით, აი ხემსები რო ჩავთვალოთ? გაჩნია. აქაც იგივე. როგორ შეუძლია ადამიანს? კი, ზოგი არის რომ მაგალითად თუ ზედასაჭმელი სისტემის დისკომფორტი აქვს ადამიანს, ეს არის შემთხვევა, როდესაც გვინდა რომ ადამიანმა ჭამოს ბევრჯერ და აი მან ცოტა სირთულებს ვაწყდებით. რას გულისხმობ, რო არის ეხურებათ ეს ვისაც აქვს მაგალითად სიმძიმის შეგრძნება, რეფლუქსი. ხო, რეფლუქსი. ხო, კი. ესეთი დეტალები, გულისრევის შეგრძნება, რაც საკვებთან არის თუ არ გაწუხებს არაფერი, 5ჯერ კვება, კარგია? შეიძლება ძალიან სტრესული იყოს ადამიანისთვის და ვერ გააკეთოს. და იყოს 3ჯერ. კი. მაგრამ აი რომელია უნივერსალური ჯანსაღი 3ჯერ? უნივერსალური. ზოგადად ვუყურებთ ასე რა. ყველაზე ჩვენ გვინდა რომ ადამიანის რაციონში ყოველდღიურად, ასე თუ ისე, საშუალოდ კვირის მანძილზე ყოველდღიურად იყოს ადეკვატური რაოდენობით კალორიები, ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, ვიტამინები და მინერალები. ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომელშიც ვმუშაობთ, ანუ წერთ დიეტას, იქნება ეს 3ჯერადი, 2ჯერადი, 5ჯერადი. და მთავარი პრინციპი არის, რომ ეს ყველა საკვები ნივთიერება, რაც გვაქვს დღის მანძილზე მოთხოვნილება, რაც ვიცით, რომ აი მაგალითად კალციუმის შემთხვევაში 700-დან 1000 მგ-მდე დღეში დიეტა ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ 700-დან 1000 მგ-მდე გამოვიდეს დღეში ადამიანს და ყველა ნუტრიენტზე ასე გვაქვს. ეს უნდა დააკმაყოფილოს. ანუ ამის პროგრამები არსებობს? კი, როგორ არა. კი, ანუ ყველა პაციენტისთვის ასე ვაკეთებთ და მე ასე ვაფასებთ კიდეც. მაგალითად პაციენტი რო ჩემთან მოდის და მე რომ ეს ვეკითხები დღის მანძილზე რა სჭამს. უკვე კი გამოცდილება გვაქვს და უკვე ზეპირად ხვდებით რასაკვები რასაკვები ნივთიერება შეიძლება რომ აკლდეს რა ყოველდღიურად, მაგრამ ვიზუალურად ხვდები? არა, როდესაც ვეკითხებით კვებაზე, მაგალითად დილით რა სჭამს, შუა დღეს რა სჭამს. ასე ვერ. არც ეგ და სხვათა შორის არც ანალიზები მაგაზე პასუხს არ გვაძლევს, უშუალოდ საკვებიდან როგორ იღებს პაციენტი რა, ანუ გამოსდის თუ არა საკვებიდან მიღება ადეკვატური რაოდენობით ნუტრიენტების. აქ გვეხმარება ცალსაკად კვების შეფასება. თუ მაგალითად ადამიანი რძის პროდუქტს საერთოდ არ ჭამს, ან დღეს ჭამს ერთ საღამოს, დიდია შანსი რომ მას აკლდეს საკვებიდან კალციუმი. თუ მაგალითად არ ჭამს ადეკვატური რაოდენობით ცხოველურ პროდუქტს ხორცს, არც ანაცვლებს რამე მცენარეული ცილის ალტერნატივით, როგორც ოსპი, არ ჭამს ადეკვატური რაოდენობით ისეთი რკინით მდიდარ მცენარეულ ბოსტნეულს, მაგალითად ბურღულეულსაც არ ამატებს, იმიტომ რომ ამძიმებს, მაგალითად პურს არ ჭამს. აქ უკვე გვაქვს რისკი, რომ შეიძლება რკინას ვერ იღებდეს ადეკვატური რაოდენობით და ასე შემდეგ. ანუ პროგრამები გვაქვს, სადაც მუშაობთ და მთავარი პრინციპი ეგ არის, რომ დღის მანძილზე საკვები ნივთიერებები მან დააკმაყოფილოს. ამიტომ არის ფაზლს მათემატიკას ვეძახი და ფაზლს, რომ უნდა დააკმაყოფილოს ყველა საკვები მოთხოვნილება. აი, როდესაც საუბრობთ ორჯერად კვებაზე, თუ ადამიანს აქვს ზედასაჭმელი სისტემის დისკომფორტი და ერთ ჯერზე ბევრს ვერ ჭამს, უკვე გვაძლევს ეს პასუხს, რომ ის იმ საჭმელს, იმ რაოდენობის საჭმელს, რაც დღიურად უნდა აკმაყოფილებდეს მის მოთხოვნილებებს, ვერ ავსებს. და უნივერსალური წესი გვაქვს, რომ ზოგადად 3ჯერადი კვება პლუს 1-2 ხემსი რაღაც იმ 2200 კალორიას აკმაყოფილებს. თითოეული ულუფა თითო კვებაზე არის ადეკვატური რაოდენობით და საშუალებას გვაძლევს, რომ ადამიანმა ყველა საკვები ჯგუფი მიიღოს, თუ იცავს მთავარ პრინციპებს. ეგ არის. თორემ მაგ მხრივაც ხო რა ინდივიდუალური ზოგ შეუძლია 3ჯერადი კვება პლუს 1-2 ხემსი, ზოგს არ შეუძლია, მაგრამ ის მაინც უნდა უზრუნველყოთ ჩვენი განმოსახედიდან, ვურჩიოთ პაციენტს, რომ ესე თუ შეჭამ სიტყვაზე და ვერ შეავსებ, აი პირველ კვებაზე მე შენ ცოტა ბევრ საკვებს გიწერ, მაგრამ აი დააკვირდი შემდეგ კონსულტაციამდე, თუ ვერ ჭამ ერთ ჯერზე ამ რაოდენობის საჭმელს, მოდი რაღაცები შევცვალოთ, ან ხემსი დავამატოთ, რომ რაღაც საკვები
ეს ნივთიერებები არ მოგაკლდეს რა, იქ რაღაც ვიტამინები არ მოგაკლდეს, მინერალები და ასე შემდეგ. არის მოსაზრება, რომ თქვა ძალიან ბევრჯერ რომ ირთმევ, მე ორგანიზმს აღარ რჩება დრო, რომ თქვა სხვა რაღაცას უმკურნალოს, ასე ვთქვათ. აი მაგაზე რას ფიქრობ? ხო იცი ბევრი მოსაზრებები არსებობს, რომ უნდა ვაცადოთ ცოტა, რომ ორგანიზმა სხვა რაღაცისთვისაც მოიცალოს და ვთქვათ, ჩემ შემთხვევაშიც მქონია შემთხვევა, როცა 5 ჯერ ვიკვებებოდი, ნუტრიციოლოგმა დამიწერა მაგ პერიოდში პრინციპში დამეხმარა ძალიან ეს კვება წლების წინ, მაგრამ მე მივხვდი, რომ სუსაკვებზე მეფიქრებოდა და აი მარტო მეც არაფერს არ ვაკეთებდი, გარდა იმისა, რომ მეფიქრებოდა სულ როდის უნდა მეჭამა, რამდენი როგორ და მივხვდი, რომ ხო, ანუ თან ფუფუნება, მაგრამ თან აი არც შემოქმედებითობისთვის აღარ რჩება ადამიანს, რომ არც რაღაც არაფერზე ფიქრისთვის, ანუ რეალურად სულ ჭამ და ცოტა შემაწუხა მაგან და მე მივხვდი, რომ ჩემთვის ყველაზე კომფორტული, სამჯერად იკვება არის და აი მაგაზე რას ფიქრობ, თქვათ, ადამიანი რომელიც ჯანმრთელია და არ ჭირდება არაფერი. წონის კლება 5ჯერადი ვიცი, რომ უფრო მარტივია. მაგრამ ეგეც ინდივიდუალურია. ხო, ვიტყოდი, კი. აბა მოგვიყევი როგორ არის. იგივე პრინციპი არის აქაც, თუ ადამიანი ვერ ახერხებს ჩვევა, ანუ რაღაცა ჩვევა უნდა იყოს კომფორტული. ანუ რეგულარული კვება უმნიშვნელოვანესი დეტალი არის, როდესაც ვსაუბრობთ თუნდაც პრევენციაზე, შენარჩუნებაზე თუ წონის კლებაზე. 5ჯერად კვებას თუ ადამიანი მთელი ცხოვრება ვერ შენარჩუნებს, ანუ საფუძველშივე არასწორია ასეთი კვება. გასაგებია. ანუ უნდა იყოს ისეთი, რომელსაც ადამიანი შეძლებს რა შენარჩუნოს. 3ჯერადი ამისთვის არის ყველაზე მარტივი ვარიანტი, იმიტომ რომ ისედაც 3ჯერ ვიკვებებით, ანუ საუზმე გვაქვს, მე ლანჩის შესვენება სამსახურში გვაქვს, რაც შესაძლებელია და საღამოს სახლში ვჭამთ. ეს არის ყველაზე მარტივი სქემა, რაც შეიძლება რომ ადამიანმა დაიცვას. და ამით დაიკლებ კიდევაც 3ჯერად. კალორიებს თუ ითვლი, კი, როგორ არა. კალორიებს თუ ითვლი და თითოეულ კვებაზე თუ დაბალანსებული გაქვს შენ საკვები ნივთიერებები, ზუსტად გშივდება დაახლოებით აი ესე რა 4 საათში, 4 საათნახევარში. 3-დან რაღაც 5 საათამდე შუალედში, რასაც ეწევა მეორე კვება, მე შეიძლება რაღაც პატარა ხემსი ჩავრთოთ და მე მესამე კვება. და ადამიანები ძირითადად ძალიან კარგად გრძნობენ ამაზე თავს. არ არის აუცილებელი, ხო. რაც შეხება აი პირიქით. არა, აი შუალედურში შიმშილზე მკითხე, რომ აი რაღაც პერიოდი ჭირდება, რომ რაღაც სხვა რაღაცები აკეთოს ორგანიზმმა თვითონ. შუალედურ შიმშილს გულისხმობდი ალბათ, ხო, ეს რაღაც ინტერვალური, ხო? მან აი არ ჯერჯერობით არ გვაქვს საინტერესო წინარე კვლევები არის და ინფორმაციები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ კიდე არ გვაქვს სათანადო ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ მაინც და მაინც მაგ ტიპის კვება უპირატესია რაღაც გარკვეულ შემთხვევებში. თუმცა, თუ ადამიანისთვის კომფორტულია, დაიცვას. მაგრამ აი რამდენია ინტერვალური შიმშილი, რომ იყოს ჯანსაღი? ზოგადად ინტერვალურ შიმშილს ღამის მანძილზე ისედაც ვიცავთ დაახლოებით 10-12 საათს, ამასაც ინტერვალური შიმშილი ქვია თავისი არსით. ვიტყოდი რომ რაც უფრო დიდხნიანი შიმშილი არის, უფრო საშიში არის ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, იცავენ ხოლმე 24 საათიანს და მეტს და ეს საშიშია უკვე, თავისი რისკები აქვს უფრო სწორად ჯანმრთელობის. თან ქალების შემთხვევაში. ქალების ჰორმონები კიდევ უფრო მეტად გრძნობი არიან, როცა საქმე შიმშილს ეხება და სხვათა შორის კალორიებს და ნახშირწყლებს კონკრეტულად. თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ყველა ქალის ორგანიზმი არის ძალიან ინდივიდუალური, კი, ჰორმონების ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგს თან შეიძლება, რომ გარკვეული მარტივი ჩვევა, როგორიცაა დაბალკალორიული დიეტა, უკვე გავლენის მომხდენი იყოს და ზოგთან არა ცოტა უფრო მეტი რაღაც არ ახდენდეს მაგალითად გავლენას. თუმცა წესი არის შემდეგნაირი. დიდხნიანი შიმშილი ჯობია რომ არ გქონდეს, მით უმეტეს თუ ხედავთ რაღაც პატარა ცვლილებებს ამ მიმართულებით და არ ვივარჯიშოთ უსმურზე, ხო. ხო, მაგას ქალებმა განსაკუთრებით მე მგონი. თორემ მე მგონი კაცები უძლებენ რაღაც შეიქს დალევენ და მიდიან. მაგრამ ბევრი ქალისგან გამიგია რომ მიჩვეულები არიან და მშიერი ვარჯიშობენ, ფიზიკურად ვერ ვჭამო ამბობენ, მაგრამ ნუ ეგეც ალბათ იშვიათად ინდივიდუალურია. გააჩნია ფიზიკური აქტივობა, ჩვენ ხო ვსაუბრობთ ცოტა ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობებზე, მაგრამ ისედაც ჯობია რომ რაღაცა პატარა დილით ნახშირწყლების შემცველი მივიღოთ, თუმცა ეგეც გასაგებია პაციენტების შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოთ, რომ მერე კვება იყოს ადეკვატური რაოდენობით და ნახოთ რამე ნიშნებს ხوار დავიჭერთ დღის მანძილზე, უხასიათობა, ენერგია, მენსტრუალური პერიოდის ცვლილებები და ასე შემდეგ. მოდი, კალორიებზე რახან მივედით. გკითხავ ესეთ რაღაცას. მე პირადად მაბრაზებს ის რომ ეხა არის ატეხილი ერთი ამბავი კალორიების თვლაზე
და ყველა ითვლის ამ კალორიას, არის 1000-ნაირი რაღაც საკვები, სადაც კალორიებით არის, ესე იგი, დათვლილი არის 800 კალორიანი, კიდევ კარგი რო გაფრთხილებენ უკვე, რომ რაღაც 5 დღეზე მეტი არ გააკეთოთ თუ ერთ კვირაზე მეტი, მადლობა ამისთვისაც, იმიტომ რომ ვიცი რომ დამაზიანებელია რეალურად ესეთი დაბალკალორიული კვება და ჩემი კითხვა არის რამდენად ადეკვატურია და რამდენად დაძაბულობას ქმნის თუ არ ქმნის ეს სულ მუდმივად კალორიებზე ფიქრი და კალორიების თვლა, მაგრამ ისიც მესმის, რომ თუ დაკლება გინდა, ლოგიკურად მათემატიკამდე მივდივართ, ხო? როგორ არის თქვათ, აი რა შუალედი, ხო, რომელ კალორიაზე, რამდენ კალორიაზეა საუბარი, რომ არ დავიზიანოთ ჯანმრთელობა, დრო მაგალითად და აი ამ ყველაფერზე ვისაუბროთ და მე დაგისვამ კიდე კითხვებს. რაც შეეხება კალორიებს, ჩვენ როგორც ნუტრიციოლოგები კალორიებს ყოველთვის ვითვლით, იქნება ეს ამბულატორიულ პრაქტიკაში თუ ისეთ პაციენტებთან, ვინც მაგალითად კლინიკაში წვანან, გვჭირდება კალორიები, იმისთვის რომ ადამიანმა ადეკვატურად იკვებოს, ზოგში ძირითად შემთხვევებში და იმისთვის რომ ადამიანმა დაიკლოს. თუმცა, რაც შენ თქვი, ძალიან დაბალკალორიული დიეტები, ეს არის საკმაოდ დიდი პრობლემა. ესე ჩვენს რეალობაში რა ქართულ რეალობაში ზოგადად მე რასაც ვიყენებ და რაც მოწოდებულია ბევრი კალკულატორია ზოგადად რომელსაც ვიყენებთ და რომელიც გაიდლაინებში გვხვდება მე ვიყენებ მაგალითად ჰარის ბენედიქტის კალკულატორს რომელიც ყველას შეუძლია რომ დაგუგლოს და ნახოს აღონ თავის ფიზიკური აქტივობის ხარისხთან ერთად ჰარის ბენედიქტის კალკულატორი სადაც შეყვავს პაციენტის შემთხვევაში სიმაღლე წონა ფიზიკური აქტივობა სქესი ასაკი ანუ ეს 5 მაჩვენებელი და ის გვითვლის დღის მანძილზე ადამიანი რამდენ კალორიას წოვს ზოგი ადამიანი წოვს 5000, ზოგი ადამიანი წოვს 1800. ამას ვაკლებთ დაახლოებით 500 კალორიას, 500-დან 1000 კალორიამდე. ანუ რაც უფრო მეტს გვითვლის, 1000-იც რო გამოვაკლოთ, მაგალითად 500 თუ 4000 რაღაცას თუ გვითვლის 5000, ხო? 1000-იც რო გამოვაკლოთ 4000 კალორია იმდენი საჭმელია, რომ ადამიანს არ მოვაკლდება, მაგრამ თუ დაგვითვალა მაგალითად 1800 კალორია, მანდ იმასაც კი ვფიქრობთ, 300 ხო არ მოვაკლოთ და არა 500. იმიტომ რომ 500 რომ მოვაკლებ 1800 კალორიის შემთხვევაში, უკვე 1300 კალორია გამოდის და ზოგ შემთხვევაში შეიძლება რომ ასეთ ადამიანებს მოშივდეთ მაინც რა 1300 კალორიის ფონზე. არა უშავს რა 300 მოვაკლოთ, ცოტა უფრო ნელა წავაკლება, სამაგერად ადამიანი მშიერი არ იქნება. ანუ, როდესაც ვსაუბრობთ წონის კლების დიეტაზე, დაბალკალორიულ დიეტაზე, მანდ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ ეს გრელინი, რომელიც არის შიმშილის ჰორმონები, ხო, რა თქმა უნდა პირდაპირ მუშაობს ყველანაირად იმაზე, რომ ჩვენ საჭმელი მივიღოთ, იმიტომ რომ მისთვის ეს განგაშია და სიკვდილს ნიშნავს. და ნუ ეს გრელინი ვიცით რა, რომელიც გამომუშავდება უფრო მეტად შიმშილის ჰორმონი. ეს ინარჩუნებს თავის დონეს მერეც. ანუ სულ რა ჩვეულებრივ კვებაზე ადამიანი გადავიდეს, მას ერთხელ მაინც თუ იყო დაბალკალორიულ დიეტაზე ძირითადად მას უფრო მეტად აქვს უმეტებული შიმშილის შეგრძნება. ამიტომ კიდევ მეტად ნუ დავუმატებთ და ნუ დავუწერთ რაღაც 800 კალორიას, 1000 კალორიას, იმიტომ რომ სწრაფად დაიკლოს. ეს იქნება ცალსახად კონტრპროდუქტიული. მესმის იმ პაციენტებისაც, რა თქმა უნდა, ვისაც სწრაფად ჭირდება გარკვეული პერიოდით წონის კლება мотиваციისთვის, თუმცა აქ მეორე დეტალია. ის უფრო ხო არ გამოიწვევს ფრუსტრაციას, მაგალითად, ამაზე ადამიანი უნდა დაფიქრდეს თვითონ, ის უფრო მეტად ხო არ გამოიწვევს ფრუსტრაციას, რომ მე კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული ექნება შიმშილის შეგრძნება და უფრო ვერ გააკონტროლებს თავს, რაც მასზე არ იქნება ესე დამოკიდებული, ამის ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ სამწუხაროდ ესე რა მაქსიმალურად. რაც შეეხება 800 კალორიან დიეტებს, 800 კალორიანი დიეტები გამოიყენება ამისი თავისი პროტოკოლები და გაიდლაინები აქვს, როგორ უნდა გამოვიყენოთ 800 კალორიანი დიეტა, გამოიყენება ისეთ პაციენტებთან, ვისაც აქვს სიმსუქნე, საკმაოდ ისე კარგად გამოხატული და სწრაფად ჭირდება წონის კლება, იმისთვის რომ მაგალითად ბარიატრიისთვის ემზადება. ან რაღაცისთვის ემზადება, რისთვისაც გვჭირდება რომ სწრაფად დაიკლოს წონა. თუმცა ეს 800 კალორიანი დიეტა უნდა იყოს სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ. და აქ კი განვითარებულ მე არ გამომიყენებია და ჩვენ საქართველოში ესე არც გამიგია და ვიცი რომ არ გამოიყენება, თუმცა რაღაც ეტაპზე დაგგვჭირდება ამის გამოყენება. მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში ასე 800 კალორიან დიეტებს იყენებენ აქ ფორმულებს, იმიტომ რომ აი რაც თქვი, დღიურად მოთხოვნილება გვაქვს მეთქი ცილა-ცხივი, ნახშირწყალი, ვიტამინების და მინერალების, როგორი იდეალური 800 კალორიანი დიეტაც არ უნდა დაწერო და ირო ნახავ პროგრამას რო ნახავ, იქ შეამჩნევ რომ არც ერთ საკვებ ნივთიერებაში ვერ აღწევ ზღვარს, რაც უნდა მიიღოს ადამიანმა. ყველა საკვები ნივთიერება გაკლია, კი, გაკლია რა.
ეს თავის გვერდით მოვლენები ამას აქვს. ამიტომ აი 800 კალორიან დიეტაზე როცა ვსაუბრობთ, გამოიყენება ცოტა უფრო დიდხანს ვიდრე 2 კვირა რაც აიქ სოციალ მედიაში გვხვდება, საზღვარგარეთ განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ იქ იყენებენ ფორმულებს, სადაც ეს ვიტამინები და მინერალები დამატებულია, ასეთი იოგურტებიც არსებობს, სპეციალური კომპანიებია, რომლებიც გარკვეულ წესებს, რეგლამენტების მიხედვით მუშაობენ და ამის მიხედვით აქვს შედგენილი თავიანთი ეს ფორმულები, Nestlé გეცოდინება ალბათ ნუტრიცია. მათი ფორმულებია, რომელიც გამოიყენება, რომელიც აძლევს ადამიანს საშუალებას, რა ეს საკვები ნივთიერებები ადეკვატური რადონებით მიიღოს. რაღაც როგორც თქვი, თავის ჩვენება აქვს და მკაცრი ზედამხედველობა სჭირდება სამედიცინო და რაღაც სპეციალური შემთხვევა არის, როგორც თქვი, ბარიატრის და არა უბრალოდ რომ მე ხა მინდა რომ ზაფხულისტანი დავიყენო და 800 კალორია შევჭამ ერთი კვირა, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში მე შეჭამ 3000 რომ შეივსო. კი, რა თქმა უნდა, რაც უფრო აკრძალულია და შეზღუდულია და მუდმივად ადამიანშია. მერე ნაკლებად შეძლებს რომ გააკონტროლოს საკუთარი თავის ხოთა შორის ეს დეტალი მე ჩემ თავზე გამოვცადე პირველად რომ გამოვცადე მახსოვს აქ შემთხვევა მქონდა ვირუსი ვერაფერს ვერ ვჭამდი და არ ვიცი სხვებსაც თუ შეუმჩნევია თან შენს თუ შეგემჩნევია მერე მქონდა გაძლიერებული მადა და მერე ჭამ ყველაფერს კი ივსებ რა თქმა უნდა კი თან პლუს კი და მანდ ერთი რისკია სწრაფი წონის კლების დროს რის გამოცას საჭიროებად პაციენტებს მუდმივი ზედამხედველობა საზღვარგარეთ ამას აკეთებენ ჩვენთან არის ასოციაცია ხოლმე ეს შედეგობრივი კავშირი არ არის მაგრამ აი კენჭების გაჩენა ნაღლის ბუშჩი თუ ვიცით რომ კვირის მანძილზე მაგალითად კილონახევარზე მეც თუ იკლებს ადამიანი აქ რისკი უკვე იზრდება მისი ამიტომ აქ თავის რისკები რაც აუცილებლად კი სანამ დაიწყებს ადამიანი ყოველ შემთხვევაში ამ დიეტას უნდა იცოდეს ეს რისკები რაზე მიდის. ყოველთვის ადამიანის გადაწყვეტილება რას გააკეთებს, მაგრამ ეს რისკები აუცილებლად უნდა იცოდეს. ახლა მე ესეთი კითხვა მაქვს. თქვათ არ მიდის ადამიანი ნუტრიციოლოგთან, რომ დაუწერონ კვება და დაუთვალონ კალორიები, შეიძლება საერთოდ არ იცის, ხო, ნუტრიციოლოგი თვითონ ითვლის და შეიძლება საერთოდ არ ვიცი, რამდენ კალორიან დიეტას მიწერს, უბრალოდ ამას ვიცავმე და ვიკლებ. თქვათ არ მივდივარ, ვარ ჯანმრთელი და მინდა რომ ვიყო მსუბუქად დავიკლო და არ ვითვლი კალორიებს უბრალოდ 3 ჯერ ვიკვებები ჯანსაღად დაბალანსებული თებში რასაც ქვია მაგის ცოდნა რომ თქვათ იყოს იქ ბოსტნეული ადეკვატური რაოდენობის ცილა ცოტა პარკოსნები ხო და რა გვინდა ბურღულეული აი ეს 4 კომპონენტი რო იყოს თქვათ მინიმუმ მიწის პროდუქტი ცოტაც მინიმუმ ხო თქვათ და ვიკვებები 3 ჯერ აი არ ვითვლი კალორიებს, მაგრამ გადავწყვიტე რომ ცოტა ხანი 3 თვე ვიყო ესე ჯანსაღ კვებაზე. ხო, მაინც ყველა ვარიანტში წამოვა წონა და დაიკლებ, რო არ დაიწყო, აი ამის თქმა მინდა. ამას ვამტკიცებ მე სულ და თან მგონია რომ დაძაბულობას რო არ ქმნი რომ აი მე ხა გადააჭარბე და მაინც მე რამ რაღაც მათემატიკას იკიდებ, გინდა თუ არ გინდა ბუღალტერიას და რეალურად დაძაბული ხარ, იმიტომ რომ მე მიცდია ეს და მივხვდი რომ ეს არ არის ჩემი, იმიტომ რომ ხანდახან აი რაღაც სიტუაციაში ხარ და გინდა რაღაც ზედმეტი მიაყოლო და მე შეიძლება აიკიდო მენტალური ნაწილიც ხო არის მანდრო დანაშაულის გრძნობა ეხა რამდენი კალორია და აი ამიტომ არ ვარ მომხრე აი ამისი თორე მესმის არის რაღაც კონდიცია ჯანმრთელობის სადაც აუცილებელია რომ ითვალო კი არა წონო კიდევაც და ეგ სხვა არის მაგრამ უბრალოდ ეხა რომ ეს ამბავი არის ატეხილი რომ ჩვეულებრივი ჯანმრთელი ადამიანები დარბიან ამ რაღაც 1500 კალორიით მე მგონია რომ საბოლოო ჯამში სულ აი როგორ იქნება იცი აიწონა და იწონა რომ ხან 1500 კალორიაზე იქნება მე ისიც აღარ იმოქმედებს როგორ ჩვენ თქვი იმიტომ რომ ალბათ ეჩვევა ხო ბევრს რო გადააჭარბებ მე ისევ რო ბრუნდები აი როგორ რას ფიქრობ მაგასთან დაკავშირებით? ბევრი დეტალია ძალიან მაგნაწილში. პირველი რეალურად რაც გვინდა რომ მოხდეს ნუტრიციოლოგის როლი რაც არის მარტო კალორიების ცვლა არ არის, აი რაც შენ თქვი სწორად კვების სწავლა რა, ანუ აუხსნა ადამიანს რა არის სწორი კვება და მაგამდე თუ მივედით და ადამიანი თუ მასე იკვებება, რაც შენ თქვი ხა ანუ ჩვენი საქმე გავაკეთეთ რა, ეგ არის ანუ ბალანსირებული კვების ცოდნა. არა მარტო კალორიებს ზე ვამახვილებთ ყურადღებას, უფრო მეტ ყურადღებას ვამახვილებთ ზუსტად ამ ჩვევებზე, რომ ნელ-ნელა ან გაჩნია სიტუაციას შემოვიტანოთ ეს ჩვევები.
თუმცა მან არის ერთი თუმცა, როდესაც საქმე ეხება წონას და დაბალკალორიულ დიეტას გააჩნია საიდან ვიწყებთ მართალია, მაგრამ თუ ადამიანს ერთხელ მაინც ქონია ჭარბი წონა და დაიკლო წონაში, სულ აქ მიდრეკილება მატებისკენ. თუმცა აი რაც შენ თქვი, ბალანსირებული კვება, აი ეს ყველა საკვები ჯგუფი ყველა კვებასთან, ეგ ძალიან ეხმარება, რომ ერთიანად კი არ მოხდეს ეს მატება ერთ თვეში მაგალითად. არამედ როგორც არის გაიდლაინებში და როგორც ვიცით ამ ხელა გამოცდილებით, 1 წლის მანძილზე დაახლოებით 3-5 კილოს ველოდებით ხოლმე რა. და მან რეკომენდაციაც ასეთი არის, რომ წელიწადში ერთხელ ასეთი პაციენტი შეხვდეს ხოლმე ნუტრიციოლოგს, რომ მე რამდენიმე წელში ეს ისე 20 კილოგრამი არ გახდეს. და მან რაღაცა პატარა მინიმალური ცვლილებებით ვცდილობთ ხოლმე, რომ ცოტა კალორიები შემცირდეს მაგ კვების ფონზე. რა თქმა უნდა, თუ შეგვიძლია, რომ კალორიების ცვლის გარეშე უბრალოდ ბალანსირებული კვებით ეს ყველაფერი მოვახერხოთ ძალიან მინიმალური ცვლილებებით, მაგალითად აი რაღაცა პატარა რჩევა მივცეთ რა, რომ ცოტა ცხიმი რო შემცირდეს, ოღონდ ისე რომ ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა შევინარჩუნოთ რაციონში, ძალიან კაი იქნება, მაგრამ შეიძლება რა ცოტა უფრო მეტი ჩარევა დაგჭირდეს ამ მიმართულებით. ანუ მეტი ცოდნა გჭირდება, ანუ ხო კალორიებს თუ არ ითვლი, მეტი ცოდნა გინდა როგორ დააბალანსო, ხო რაღაც არ გადააჭრა. ხო, იმიტომ რომ მე გამიგია რომ ჯანსაღი კვებით მოვიმატე ამბობენ და მე რეკითხავს ამ ხოლმე რა ჭამე ამდენი, ანუ ხო შეიძლება როგორც მოხდეს. ანუ რეალურად ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ბალანსირებულ კვებაზე, ანუ იგივენაირ, აი რაზეც ვილაპარაკეთ რა, ნახშირწყლებით, ცილა, სიტყვაზე ხილბოსტნეული რძის პროდუქტი, ამას ვურჩევთ ადამიანს, ვისაც წონის კლება უნდა და იგივეს ვურჩევთ, ვისაც მატება უნდა და იგივეს ვურჩევთ, ვისაც შენარჩუნება უნდა. უბრალოდ რაოდენობებს ვთვლით, ვის რამდენი ჭირდება შიგნით. ზოგ ძირითად შემთხვევებში, თუ მით უმეტეს წონა არის ცოტა უფრო მაღალი, რაც შენ თქვი, აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ წონა ადამიანმა დაიკლოს და თუ ესეთი პაციენტი მოდის ჩვენთან უკვე რაღაც ეტაპზე გაიჭედა და ჩვენთან მოვიდა, ხო? ეს არის იდეალური შემთხვევა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩვევა უკვე გამომუშავებული აქვს და უბრალოდ ჩვენ რაღაცეებს ვამატებთ იმის მიხედვით, რისთვის არის მზად. თუ მე პაციენტი მეუბნება, რომ მე გრამებს ვერ დავიცავ და კალორიებს მით უმეტეს კალორიებს არც არავინ არ ითვლის, იმიტომ რომ ჩვენ ვითვლით და პირდაპირ გრამებს ვატანთ, მაგრამ ვერ გავაკეთებ ამას, ვიწყებთ მაქედან. ანუ თვალის ზომით ესე გავაკეთოთ და აბა ვნახოთ მომავალ თვეს სანამ დამევალთ და მე რისთვის იქნება ადამიანი მზად. ხო, მეც მგონია, რომ ძალიან კარგი გზა არის ეგ, თუ ხა რაღაცისთვის მართლა არ გეჩქარება და არ ვიცი. კი, ნეიტრალური დამოკიდრება, საქმე ეხება საკვებს, მაქსიმალურად ნეიტრალური დამოკიდებულება და მაქსიმალურად ცოდნის მიწოდება იქამდე სადამდეც ადამიანი ამისთვის არის მზად. ანუ ამიტომაც აი არ მომწონს ხოლმე ეს ერთგვერდიანი დიეტები პირდაპირ რო ხდება, აი ხელიდან ხელში გადაცემა რა. თუნდაც ჩემი დიეტის, რომელიც მერე სხვის ხელში მოხდება ხოლმე ასეთ შემთხვევებში. ინდივიდუალურად უნდა იყოს შედგენილი. ერთი რომ ინდივიდუალურად და მეორე იმ კონსულტაციას აქვს აზრი, რომ მოდის პაციენტი, ზოგადად ნუტრიციოლოგიური კონსულტაცია 1 საათი მაინც გრძელდება. თუ 1 საათი არ გრძელდება, ნუ 40 წუთზე ნაკლები გრძელდება, ანუ რაღაცა ვერ აიხსნა ისე როგორც უნდა იყოს. ერთი რომ უნდა გამოკითხო დეტალურად, როგორი სიტუაცია აქვს, რა უყვარს და როგორ ჭამს და ყველა დეტალი აბსოლუტურად. მერე კვებაზე კითხო, რა აკლია, სადა აკლია და რაზე გამახვილ ყურადღება, თუ ცილები აკლია, მაგაზე უფრო გამახვილებ ყურადღებას, კალციუმი აკლია რძის პროდუქტებზე გამახვილებ და ასე შემდეგ, ხილზე და ბოსტნეულზე ძირითადად ჩვენთან ხილი და ბოსტნეულია. და მერე ზუსტად ეგ რა, რომ ასე ვქნათ ვნახოთ როგორი ტიპის კვება დაუწეროთ და რაზე გამოვხოთ ყურადღება. ინდივიდუალურად. ზოგი ადამიანისთვის კალორიების თვალა ძალიან კომფორტულია ასეთი შემთხვევები გვაქვს და პირდაპირ ვანახებთ როგორ შეუძლიათ, რომ ხა ჰარის ბენედიქტის კალკულატორზე რო ვთქვი, ძალიან ბევრი პაციენტისთვის პირდაპირ მინახებია როგორ არის პროცესი და რას ვაკეთებ და რომელ აპლიკაციაში ვმუშაობთ, იმიტომ რომ ზოგს ეკომფორტულება, რომ იგივე აპლიკაცია გამოიყენოს და თვითონ დაითვალოს კვების რეჟიმი. ასეთი პაციენტებიც გვყავს. არის შემთხვევები, რომ პირიქით საერთოდ არ უნდათ ამასთან შეხება რა. ანუ ეგეც ინდივიდუალურია, ვინ რა ტიპია. კი, რა თქმა უნდა, შუა დღის საღამოს კვებაზე უწერთ ხოლმე ხანდახან კალორიებს, რომ აი თუ სიტყვაზე ვერ მომზადე სახლში, ამ კალორიების ფარგლებში გამოიწერა კვება. თუ ეს მისთვის კომფორტულია, მაგრამ თუ რაღაცას უტრიგერებს სიტყვაზე, ხო, ჩვევას, მაშინ არ ვეხებით, რა თქმა უნდა, ამას რა. ამიტომ ბევრი ცოტა რთულია. ხო, ძალიან ბევრი სკრინინგის ჩატარება გვიწევს თითოეულ კონსულტაციაზე, სადაც ვამოწმებთ კვებით ჩვევას. და აქ რისკ ჯგუფები ყავს, სად უფრო მეტად ვამოწმებთ. მაგალითად ამ კვებით ჩვევას სკრინინგის ტესტები. ჯანმრთელობის კონდიცია თუ არის, ხო, რაღაც ისეთი. რო კი, მაგალითად რაღაცის გამო თუ საჭმელს ვერ ჭამს, მაგალითად ცელიაკია აქვს, მაგალითად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი აქვს და რაღაცეების შეზღუდა.
და ასე შემდეგ. რა არის რაღაც რისკ ჯგუფები, ქალების შემთხვევაში ბევრი დიეტა თუ უცდია წარსულში და ბევრჯერ ყოფილა ძალიან დაბალკალორიულ დიეტაზე და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში მარტივის COF კითხვარი არის, რომელიც 5 კითხვას მოიცავს კვებიჩვევებზე და თუ ამ სკრინინგით სიტყვაზე ვნახეთ, რომ რაღაც ქულას აღემატება, მე რომ ვუშვებთ უკვე კვების თერაპევტთან, კი, იმიტომ რომ ფსიქოლოგთან ესე ვთქვათ, ხო? კი, ასეთ შემთხვევებში ჯობია რომ რაღაც აკრძალვა ან დაბალკალორიული დიეტები როგორც ასეთი არ დავნიშნოთ, იმიტომ რომ ატრიგერ შეიძლება უარესი შედეგი გამოიღოს. კი, მან და ის ზუსტად რაც შენ თქვი, მაგით ხელმძღვანელობთ, ვუხსნით რას ნიშნავს ბალანსირებული კვება, რა საკვები ჯგუფები უნდა იყოს რაციონში და მან ვჩერდებით. მოსულან შენთან ვეგანები. კი, ხო არა, კი. ხო და აი შენ როგორ თვლი ვთქვათ ადრე იყო მიღებული რომ ვეგანური კვება აპრიორი ძალიან ჯანსაღია და მცენარეული კვებით ძალიან ბევრი დაავადების მორჩენა არის შესაძლებელი, მაგრამ მგონია რომ ჩემთვის პირადად მიცდია ერთი პერიოდი იყო ატეხილი ბუმი ამ ვეგანობაზე და ვცადე, მაგრამ იმდენი ბურღულეული და ვთქვათ იმდენი მცენარეული ვთქვათ საკვები უნდა ჩამერთო, თუნდაც პარკოსნები რომ შემევსო ეს ცილა, რომ მე ვერავიტანე და არ არის ხო ყველასთვის, აი შენ რას ფიქრობ მაგაზე? ჩვენი მიზანი როგორც ნუტრიციოლოგების მაგნაწილში არის ის, რომ დავეხმაროთ ადამიანს ასეთი კვება იყოს სრულფასოვანი. ანუ ბევრი მიზეზით შეიძლება ადამიანი ჩვენთან მოვიდეს თუ რატო უნდა ვეგანური დიეტა. ყველაფერი მისაღებია, უბრალოდ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ყველა საკვები ნივთიერება ადეკვატურად მიიღოს. აი რაც შენ თქვი, ბევრი საკვები ჯგუფის ჩართულობა, მით უმეტეს ქართულ რეალობაში ასეა. ანუ დიდი ყურადღების გამახვილება უწევს ადამიანს, როდესაც საქართველოში და ვეგანია საკვებ პროდუქტებზე, მომზადებაზე და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, მეტი არის კი თუ ამ ყველაფერს არ გააკეთებს, საკვები ნივთიერებები დააკლდეს. იმიტომ რომ მცენარეულ პროდუქტებში ყველაფერი არ გვხვდება, რაც არის ცხოველურში, თუმცა მარტივად შესაძლებელია, რომ ის დანამატის სახით მიიღოს. ანუ როგორც ასეთი აპრიორი ცუდია ვეგანური კვება და ჯანმრთელობას ვნებს, როგორც ასეთი ეს ასე არ არის, მაგრამ ავნებს თუ არ მიექცევს ყურადღებას, უფრო მარტივია რომ ავნოს, ვიდრე არ ავნოს ასეთ შემთხვევაში რა. შესაძლებელია აბსოლუტურად, უბრალოდ რამდენად პრაქტიკულია, ეგ უნდა განვსაზღვროთ. ჩვენი როგორც ნუტრიციოლოგების როლი მაგნაწილში არის, რომ რა თქმა უნდა იგივე რა. ადამიანს უთხრათ და აუხსნათ რა რისკების წინაშე შეიძლება დადგეს, თუ ვერ მოახერხებს იმ რეკომენდაციების გათვალისწინებას, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ ყველა საკვები ნივთიერება ადეკვატური რაოდენობით მიიღოს და დანამატი დაამატოს. ძირითადად ამაზე ინფორმაცია აქვთ ხოლმე, თუმცა აი როდესაც მიდგება საქმე კვებაზე, მან ხანდახან აი იგივე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე შეიძლება ვერ ახერხებდნენ ადეკვატურად საკვების მიღებას. ჩვენთან ისეთი გასაღები პროდუქტები არ იყიდება რა, მაგალითად როგორიცაა ტოფუ, არ არის სრულად ხელმისაწვდომი, ტემპე, ისეთი სეიტანი და თან ისედაც ხო ძვირი არის ჩვენთან კვება და მით უმეტეს ასეთი პროდუქტები არის ძვირი. შესაბამისად, ხო, ეს ნაწილი საყურადღებოა. ანუ რაც შეეხება აი ჯანმრთელობის ნაწილს, ხო ვიცით რა, სიტყვასა გულსიცრუთა სისტემისთვის რაც შენ თქვი, ვეგეტარიანული და ვეგანური კვება უფრო კარგია, იმიტომ რომ ესეც ერთი მიზეზით, რომ ნაჯერი ცხიმები, რაც არის ცხოველური ტიპის ცხიმები, რომელიც გვხვდება ცხოველურ პროდუქტებში და მცენარეულში, ქოქოსის და პალმის ცხიმში და ძირითადად ახლა ნაკლებად იყენებენ ხოლმე ამ პროდუქტებს ვეგანები და ვეგეტარიანელები, ნაკლებად გვხვდება ეს გასაღები ნუტრიენტი, ნაჯერი ცხიმები და ტრანსცხიმებიც, რომელიც ვიცით, რომ ამ გულსწორთა დაავადების რისკს ზრდის. და ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ეს რა, რომ ნაკლებია მასში ცხოველური პროდუქტი. თუმცა ჩვეულებრივი კვებითაც შესაძლებელია, რომ შემცირდეს ეს გასაღები ინგრედიენტები, რომელიც ჯანმრთელობისთვის არის სარისკო და ისედაც ბალანსირებული კვება ამას მოიცავს. ანუ როგორც ვხედავთ, ეს ცხოველური პროდუქტები არის გაწეული გვერდზე, ძირითადად აქცენტი არის მცენარეულ პროდუქტზე, პარკოსნებზე, ანუ ჯანსაღ კვებას, რასაც ვეძახით, ძირითადად მცენარეული პროდუქტების გარშემო ტრიალებს. შესაბამისად, შესაძლებელია აბსოლუტურად და პირიქით ასეც არის, რომ მედიტერიანული კვების რეჟიმი ყველაზე ჯანმრთელი კვების რეჟიმია, თუმცა მან ჭამენ n რაოდენობით თევზს და ზღვის პროდუქტებს. კი, მაგას ჭამენ, კი, ნაკლებად არის იგივე. ხო და ვეგანური აღარ გამოდის. ვეგანური არ გამოდის, ხო, მედიტერიანულია, პრაქტიკულია, ანუ
პრაქტიკულობა თავიდან ვთქვი, ყველაფერი უნდა იყოს პრაქტიკული. ანუ უფრო პრაქტიკულია, იმიტომ რომ მრავალფეროვანია და უფრო მეტ საკვებ ნივთიერებას მოიცავს და მარტივი არა შეკრა ის ყველა საკვებ ნივთიერება, არა საქართველოში. არა ჩვენთან ახლა საქართველოში. ესე ვერიშოვი ამდენაირ თევზეულსთან. ხო, აი, როდესაც საუბრობთ, კი, ხილი და ბოსტნეული შეიძლება, პარკოსნები შეიძლება, მარტო თეზოულის გარდა რაც არის რა, აი რა ჩვენთვის გასაღები პრობლემა არის, ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ხილი, ბოსტნეული, თხილაული, მარცვლეული, პარკოსნები, ანუ ეს 5 ჯგუფი რო შემოვიტანოთ რაციონში, უკვე ძალიან კარგი არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის. და რამდენი არის, ვთქვათ, ცხოველური პროდუქტების აუცილებლობა ჩვენს რაციონში? აი რა რაოდენობა არის, ვთქვათ, წითელი ხორცი, ვთქვათ, კვირაში რამდენჯერ? ზოგადად აი ჯანმრთელობის ზოგადად ეს ხო ასოციაციებია, ეს შედეგობრივი კავშირი აქაც არ გვაქვს, მაგრამ აი ორგანიზაციები გვეუბნებიან, რომ 300-500 გრამს არ გადავაჭარბოთ კვირაში. ასაკის მიხედვით არის რამე შეზღუდვა, ვთქვათ, ბავშვებში რამდენი? ბავშვებში რა თქმა უნდა, საკვები პროდუქტები უფრო ნაკლებია 5 წლამდე ბავშვებში თავისთავად. ნუ მოზარდებს გულისხმობ. და სულ ადამიანებს გულისხმობს 300-500 გრამი, რაც შეიძლება ხა ჩვენთვის ბევრი იყოს, მაგრამ ბევრი არ არის ქართულ რეალობაში. ძალიან ცოტა პირიქით 300-500 გრამი. ხო, იმიტომ რომ ბევრს ჭამენ. ბევრს ჭამთ კი ძალიან. და აქ რაც უფრო ხშირად ვიტყოდი, რომ ყოველ დღე კვირაში ძირითად დღეებში მაინც რა 5-6 დღე მაინც პარკოსნებს თუ შემოვიტანთ, როგორც ალობიო მუხტო და ოსპი ყოველდღიურობაში არაჩვეულებრივი იქნება უკვე. და ეს უკვე შეამცირებს ნელ-ნელა ამ ცხოველურ. და განტვირთვისთვის რო ამბობენ, რომ ვთქვათ 1-2 დღე მცენარე უყვებაზე იყავი, მაგაზე რას ფიქრობ? თუ ეს ადამიანისთვის სტრესულია, ჯობია რომ გადაანაწილოს ეს 2 დღის კვება. და ვთქვათ მცენარეული კვებით როგორ უნდა შევივსოთ დღის რაციონი ცილის? აი რამდენია ეს? ზოგადად აი გააჩნია დღეში რამდენჯერ იკვებება ადამიანი, თუ სიტყვაზე და წონას აქ რა მნიშვნელობა გვინდა რომ 1 კილოგრამზე თუ ფიზიკურად აქტიური არ არის და ჯანმრთელია, 0.8 გრამი ცილა მაინც იყოს. სტანდარტულად ერთ კვებაზე 18-დან 30 გრამამდე ცილა ჯამში თუ გამოვა, ეგ არის რა. ხო, უბრალოდ მცენარეული კვების შემთხვევაში ალბათ ბევრად მეტი რაოდენობა არის, ვიდრე ვთქვათ ცხოველური, ხო? პროდუქტი ცოტა მეტი, პროდუქტი ცოტა მე ეს ვერ ავიტანე, ანუ ფიზიკურად ძალიან. აი ამას ვიცახე, რომ საქართველოში არის რთული მხრივ, რომ პროდუქტები არ გვაქვს, რომელიც გამარტივებთ ამ ნაწილს რა. როგორ არ გვაქვს ხა იყიდება ტოფიც იყიდება, მაგრამ ხელმისაწვდომი არ არის და პრაქტიკული არ არის, ძირითადად სახლში უწევთ გაკეთება, ან გამოძახება. ძალიან ბევრი პრობლემას აწყდებიან ამ მხრივ. ასევე არ არის მცენარეული ჩამონაცვლებლები, მაგალითად, სოიოს იოგურტები და მსგავსი მცენარეული ალტერნატივები, რომელშიც B12 ვიტამინი და D ვიტამინი დამატებულია. ასეთი რაღაცები საქართველოში ან არ არის, ან ძალიან ძვირია. და ეს რა თქმა უნდა პრობლემას ქმნის. თუმცა შესაძლებელია, არის შესაძლებელი. კი, როგორ არის შესაძლებელია, უბრალოდ საქართველოს რეალობაში ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სხვა შემთხვევებში. თუმცა, აი, თუნდაც ეს ჩამონაცვლებლები, რძის პროდუქტის ჩამონაცვლებლები ხა, რომელსაც კალციუმი B12 დამატებული აქვს, თუნდაც მცენარეული ალტერნატივები, როგორიცაა ტოფუ, მაგას დიდი სიამოვნებით გამოვიყენებდით და ვიყენებთ კიდეც ისე ჩვეულებრივი ადამიანის კვებაში, ვინც ყველაფერს ჭამს, ვიყენებთ კიდეც და კარგიც იქნება, რომ ჩავრთოთ და გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, ადამიანი არის თუ არა ვეგანი, და რაც მეტი მცენარეული პროდუქტი იქნება, უფრო კარგია. ძალიან მიყვარს მეც ბოსტნეული და ხილი. სალომე, სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებს ისედაც რაღაც სტიგმატიზირებულია, ხო, ეს საკითხი და ეს თემა. და აი როგორ შეიძლება ვთქვათ, დავეხმაროთ ჩვენ და რაღაც სოციალური პასუხისმგებლობა ქვია ამას, ხო, რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენი მხრიდან ამ ადამიანებისთვის? ძალიან კარგი კითხვაა და განსაკუთრებით ის დეტალი, სადაც სოციალურ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, რეალურად სიმსუქნე და ჭარბიწონა ცალსახად არის საზოგადოებრივი პრობლემა და არა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და ასეც უნდა შევხედოთ. რეალურად ამ ნაწილში თუნდაც აი როდესაც პაციენტი შემოდის კაბინეტში ამ პრობლემით ხომ ლაპარაკში ამ 1 საათის მანძილზე ძალიან კარგად ჩანს რამდენი რამ არის რაც ხელს უშლის გარემოდან თუნდაც ქართულ რეალობაში კიდევ უფრო დიდ პრობლემებს ვაწყდებით, იმიტომ რომ ის ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენს ამ ეპიდემიაზე, რაც არის სიმსუქნე, მაგის შეცვლის პერსპექტივა სამწუხაროდ, დღეს ესე როგორც ასეთი არ ჩანს, იმიტომ რომ ბავშვი
რომელსაც არაფერი არ დაუშავებია და გაჩნდა ობესოგენურ გარემოში, მიდის სკოლაში, სადაც საკვები არ არის, გარშემო მარკეტებში მაგალითად არის ძირითადად ახლა რო შეხვიდე უბნის მარკეტებში, ხო, პატარა მარკეტებში არჩევანი იქ არ არის ჯანსაღი ალტერნატივას. პრაქტიკული ჯანსაღი კვება არ არის ჩვენთვის პრაქტიკული არჩევანი. ეს უნდა გახდეს პრაქტიკული არჩევანი. ხელმისაწვდომი პრაქტიკული ყველანაირად ხელმისაწვდომი. ეს რო ასე გახდეს, მე რა პრინციპში საერთაშორისო დონეზე, ანუ რეპორტებით და გამოცდილებით ვიცით, რომ პაციენტთა ასოციაციები არის ძალიან კარგი. ანუ თუ გაკეთდება პაციენტთა ასოციაციები, ჩვენ ყველანაირად გვერდში დაუდგებით მათ, რომ ამ მიმართულებით განათლება ავამაღლოთ მოსახლეობაში და უკვე ისინი დაელაპარაკონ იმ ადამიანებს, ვინც ამ ხრივ პოლიტიკას და ფონს ქმნის, იმიტომ რომ ეს ცალსახად პოლიტიკის ნაწილი არის, ანუ პოლიტიკის ქვეშ უნდა მოდიოდეს ასეთი დეტალები, რომელიც გააკონტროლებს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, სხვათა შორის არის ანუ და ის რა ქვია, taxation-ის დაწესება დამტკბარ პროდუქტებზე. გადასახადების გაზრდა კი და სუბსიდირება ჯანსაღი პროდუქტების, რომელიც ამ ბევრ ქვეყანაში არ ხდება, თუმცა ყველაზე ეფექტური გზა. ჩვენთან პირიქით არის ჯანსაღი ბევრად ძვირია, ვიდრე ისეთი, რა ქვია. ეს ერთი ნაწილი, მეორე ხელმისაწვდომობა, მესამე ის რომ სკოლაში კვება არსებობდეს, გარშემო კვება არსებობდეს, ანუ რეალურად ჩვენთან არის გარემო, სადაც იზრდება ადამიანი დამატებით ისეთი პრობლემით, რომელიც ხდება მე პრიორიტეტი, რაც არის სიმსუქნე და მასთან ასოცირებული ჯანმრთელობის პრობლემები. თუმცა ინდივიდუალურ დონეზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ამ ნაწილში, საზოგადოებრივ ნაწილში ცვლილებები ჯერჯერობით არ გვაქვს, ინდივიდუალურ დონეზე ვიტყოდი, რომ ასეთი ადამიანების თვითონ ეს პროცესი, წონის კვლევის პროცესი, ხანდახან ისეთი ადამიანებისგან, ვინც ამ გზაზე არ დამდგარა, ძალიან მარტივად ჩანს. რეალურად არის ძალიან რთული. და ხანდახან ვადარებ ხოლმე ცუდ ნიადაგზე აშენებულ სახლს, რომელიც ადამიანი აშენებს და სულ ენგრევა რა და წარმოიდგინე რამდენად რთული არის, რომ დაუბრუნდე კიდე ამას და თავიდან აშენო და აშენო. იმედგაცრუებები ამდენი, ხო? კი, ძალიან ბევრი იმედგაცრუება, ძალიან ბევრი ფრუსტრაცია. ვიტყოდი, რომ მართლა მნიშვნელოვანია კარგი ნუტრიციოლოგი, რომელთანაც გექნება ემოციური კავშირიც. ანუ ცოდნით მართლა ყავს საქართველოში კარგი ნუტრიციოლოგები, ვინც იცის კვება როგორი უნდა იყოს. თუმცა ვიტყოდი, რომ აი ემოციურ კავშირს და იმას, რომ ადამიანთან თავს მშვიდად გრძნობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც საუბრობთ ჩვევების ცვლილებაზე, იმიტომ რომ ხანგრძლივად, კი, დაცულად და მშვიდად აუცილებლად უნდა გრძნობდეს ადამიანი თავის ნუტრიციოლოგთან თავს ასე. ვიტყოდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც აი სწორად გიხსნის ადამიანი პროცესი როგორ მიმდინარეობს, თითოეული კვება როგორი იყოს, უფრო ნაკლები გაქვს ფრუსტრაცია. რაც შეეხება დანაშაულის შეგრძნებას, რომელიც დიდწილად სტიგმით არის გამოწვეული, ახლა მანდ მაგალითად პაციენტებს შემდეგ ჩვენ დონეზე, ნუტრიციოლოგების დონეზე ურჩევთ ხოლმე შემდეგს, რომ აი მაგალითად CBT გამოიყენონ, რომლის შემდგენი ნაწილიც არის მედიტაცია, ანუ მაქსიმალურად დაუბრუნდნენ აწმყოს, რომ აი ამ ცუდ ფიქრებს არ გაყვნენ. იმიტომ რომ ძალიან რთულია, რომ გამორთო ზოგადად ფიქრი, თქვა რომ მოდი ამაზე არ ვფიქრებ, მაგრამ ეს არის ფიქრი, რომელიც რეალურად ხელს გიშლის პროცესში ძალიან. ანუ პიროვნული განვითარება აუცილებელია. კი, ბევრი ეტაპი არის, რასაც რეალურად ადამიანი ამ პროცესში გადის და თითოეული მათგანისთვის გვაქვს რაღაც სხვადასხვა მეთოდები, ამაზე უფრო კარგად ფსიქოლოგი საუბრებს ვიდრე მე, მაგრამ კი, ამას ჭირდება რომ მოგცეთ ყურადღება და ასევე კარგი ნუტრიციოლოგი გეხმარება იმაში, რომ სადღაც რო წონა გაიჭედება, არ დაპანიკდეს და სიტყვაზე არ გითხრას, რომ მოდი 800 კალორიან დიეტაზე გადადი, რომ სწრაფად დაიკლონ. სიტყვაზე ჩემთვის ძალიან სენსიტიური დეტალი არის, პურზე და ყველზე თაფლი არ მოასხა, იმიტომ რომ ტკბილი გინდება, ნუ ესეთი დეტალები და რაც შეეხება გარემოს და სტიგმას ამ საკითხზე, გამომდინარე იქიდან რომ გგონია რომ მარტივი არის ეს პროცესი, რჩევებსაც ისე გავცემთ რა ასეთი ადამიანების მიმართ, რაც შეიძლება მათთვის ძალიან სენსიტიური და პირიქით კონტრპროდუქტიული იყოს და გაართულოს მდგომარეობა. ვიტყოდი რომ აი საყვარელი ადამიანების მხრიდან ყველაზე კარგი დახმარება იქნებოდა რომ აი ამ ადამიანთან ერთად საკვები მომზადოთ ჯანსაღი, ჭამოთ, ერთად ვივარჯიშოთ, ასეთ დეტალებში დაუდგეთ. კი, გარემოში შევქმნათ, იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანმა, როდესაც სახლში რაღაცა არაჯანსაღად იკვებებიან და ყველა უჯრაში რაღაც ტკბილეული და მარილიანი პროდუქტია, ადგეს და თავისთვის ცალკე იკეთოს საჭმელი. ეს არის წარმოუდგენელი რაღაც. ისევე როგორც ადამიანი ვერ იმცადინებს გამოწვისთვის, თუ ყველა ოთახში ბოლო ხმაზე მუსიკა, ისე ვერ შეძლებს დიეტის დაცვას, თუ ყველანაირი აი ეს ხელის შემშრალი პროდუქტი ხელის გაწვდენაზე აქვს და კიდე დამატებით ეუბნებიან, რომ საკმარის
ძალისხმევას არდებ გადანაშაულებენ გასავლელად კი. ანუ ბევრ დეტალს, ბევრ ეტაპს გადის, ამაზე კიდე მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღურად გვაქვს შეხება, მაინც მე ვერ ვილაპარაკებ ამ ადამიანების მხრიდან, მათ კიდე ისეთი დეტალები ექნებათ ალბათ მოსაყოლი, რაც ჩვენთვის ყოველთვის ახალი იქნება, მაგრამ კი, გზა რთულია, შესაძლებელია და კი ასეთ ადამიანებს კრიტიკულად სჭირდებათ კარგი გარემო და ისეთი გარემო, სადაც თავს დაცვლად გრძნობენ და აქ საყვარელი ადამიანები უდიდეს როლს თამაშობენ. გეთანხმები. სალომე, უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა, მე ძალიან ვისიამოვნე ჩვენი. კი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა, მე ძალიან ვისიამოვნე ამ შეხვედრით. მადლობ და ნახვამდის. ნახვამდის.